საღამოშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. როგორ ისმის ჩემი ხმა? საღამომშვიდობის კარგად ისმის ქალბატონო ნანა. მადლობა. ეხლა ეკრანს გავაზიარებ და თუ შეიძლება მითხარით ისმის თუ არა ხმა. კარგით? მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ ნანა ლომიძე. ისმის ქალბატონო ნანა, კარგად ისმის. კი, შესანიშნავად ისმის. ძალიან კარგი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ ნანა ლომიძე, კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი. დღეს მინდა მოგიწვიოთ საინტერესო შეხვედრაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კვირაში 3 ჯერ შეხვედრა, ორშაბათს და პარასკევს ჩვენ გვაქვს პრეზენტაცია, მაგრამ 4 შაბათს ჩვენ გვაქვს ყავა ლივგუდთან, ასეთი რუბრიკა. გასაგებია, რომ ეს საღამოს ტარდება, გასაგებია, რომ ყავას საღამოს არ ესვათ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაი მიირთვათ საღამოს და ისიამოვნოთ ჩვენთან ერთად, მოისმინოთ ის საინტერესო ინფორმაცია, რასაც ჩვენ თქვენთან ერთად მოვისმენთ. იცით თქვენ ამის შესახებ, რომ ჩვენ თვეში ერთხელ ყავა ლივგუდის შეხვედრაზე, იცით რომ ეს თავისუფალი შეხვედრა, ანუ თავისუფალი თემებია და ეს არ არის პრეზენტაცია. თუმცა ყველა ჩვენი საუბარი, ყველაფერს რასაც კი ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ეხება, რა თქმა უნდა, კომპანია ლივგუდს. და თვეში ერთხელ ვატარებთ შედეგებზე შეხვედრას, ჩვენ საოცრად ბევრი შედეგები გვაქვს, როგორც ძალიან ძლიერი შედეგები, ასევე საშუალო, ასევე ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყოველთვის ისეთი არ იქნება შეხვედრა, რომ ძალიან რთულ ავადმყოფობებთან გამკლავებაზე ვისაუბროთ, არამედ ყველაფერი შედეგია, ხომ, რაც არ უნდა იყოს, ეს არის სახსრები, ეს არის ჩიყვი, ეს არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, 1000 პრობლემა აწუხებს ადამიანს და ის რომ გაუმჯობესებულია და ის რომ უკეთესობისკენ მიდის, ის უკვე შედეგია, ხომ? ამიტომ ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება. დღეს მე თვითონ არ ვიცი ყველაფერი რა შედეგები იქნება, ადამიანები თავად გაგვესაუბრებიან ამ საკითხზე, მე წინასწარ არ ვესაუბრები ადამიანებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ მეუბნებიან, რომ შედეგი გვაქვს და გავისაუბრებთ. ერთადერთი სახელები ვიცი დაახლოებით ვინ იქნებიან ესენი. ამიტომ გიწევთ მთელი გულით, მობრძანდით, მოისმინეთ და იქნებ ეს 1 საათი თქვენთვის იყოს გადამწყვეტი ან თქვენი ოჯახის წევრისთვის, ან თქვენი ნათესავისთვის, ან თქვენი თანაკლასელისთვის, თანაკურსელისთვის და ასე შემდეგ. დღეს ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს. ვიცით ჩვენ, რომ დღეს ყველაფერი დაბინძურებულია, როგორც ჰაერი, წყალი, ყველაფერი, რითაც ვიკვებებით, რასაც ვსვავთ, რასაც ვსუნთქავთ. როგორი დაძაბულები ცხოვრობთ, ხომ? სამსახურში სტრესი, სახლში სტრესი, სულ რაღაც სადღაც გვეჩქარება, სულ რაღაცა პრობლემები გვაქვს, სულ რაღაცას ვარკვევთ, ვიძიებთ, რაღაცას ვწყვეტთ და ეს ყველაფერი არის ტოქსინები, რომელიც ანადგურებს ჩვენ ორგანიზმს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის, რასაც ქვია ლივგუდის პროდუქტი, აი ამ ყველაფერს აზღვევს, აწესრიგებს და თუ რამე უკვე დაზიანებულია, რა თქმა უნდა, ასუფთავებს და წყობში მოყავს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, აი ამ საკითხებზე, თუ რას აკეთებს კომპანია ლივგუდის პროდუქტი, რა სარგებელს აძლევს ადამიანებს, რა შეეხმარება მათ, ამ ყველაფერს მეც თქვენთან ერთად მოვისმენ, ჩემო ძვირფასებო. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ბიოდანამატებს ღებულობს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ასეთი შედეგები არ ყოფილა, უბრალოდ არ ყოფილა და კომპანია ლივგუდმა მოახდინა ფურორი თავისი პროდუქტებით, იმიტომ რომ გასაგებია, თეორიულად ჩვენ ვიცით, რომ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში, მაგრამ პრაქტიკულად რომ დაამტკიცა, ყველაზე მთავარი ეს არის, იმიტომ რომ აქ ცოცხალი ადამიანები საუბრობენ ამაზე, ის ადამიანებიც კი, რომელთაც ეგონათ, რომ არ იქნებოდნენ ცოცხლები, მაგრამ დღეს ცოცხლები არიან ამ პროდუქტის წყალობით.
მოგეხსენებათ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მედიკამენტი, ეს არ არის წამალი, ეს არის პროდუქტი, რომელიც ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს ორგანიზმს და წყობში მოყავს ყველაფერი. რატო? იმიტომ რომ აი ამ ყველაფრისგან, რაც მე ჩამოვთვალე, რითაც ბინძურდება ჩვენი ორგანიზმი, ამ ყველაფრისგან თავისუფლებს და სწორედ ამიტომ ასეთი შედეგები დგება. გიწევთ მთელი გულით, მოიწვიეთ ყველა თქვენი ახლობელი, ყველა თუ კი ვიზმეს იცნობთ, ყველა მოიწვიეთ, რომ დაესწროთ ამ საოცარ შეხვედრებს, თუნდაც სხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ბიზნესთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ საქართველოს გუნდი ძალიან სერიოზულად მუშაობს, საქართველოს გუნდი უკვე ძალიან წინ მიდის, დღითი დღე უფრო და უფრო სერიოზული წინსვლები გვაქვს და თქვენ იცით, რომ თვითონ კომპანია ლივგუდის წარმომადგენლები ძალიან ბევრი შემოვიდნენ საქართველოში, სხვადასხვა შტოები გაიხსნა, მაგრამ საქართველოს გუნდი, უშუალოდ ჩვენი გუნდი აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული, სხვა დანარჩენმა, ასე ვთქვათ, განტოტებებმა ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გულით ჩავდეთ ამაში. ჩვენ გვიყვარს ლივგუდი. სიყვარული კი ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ვართ ერთი შეკრული გუნდი. ჩვენს შორის არის სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა და ადამიანობა. აი ეს ქმნის სწორედ შეკრულ გუნდს. ამიტომ შემოგვიერთით. ჩვენ გუნდთან საინტერესოა, ჩვენ გუნდთან ბედნიერებაა, ჩვენ გუნდთან სიყვარულია. შემოგვიერთდით და იყავით ჩვენთან ერთად და ლივგუდთან ერთად ყველანი ბედნიერები. ჩვენ გისურვებთ ამას მთელი გულით. მადლობა. ახლა კი მინდა წარგიდგინოთ ამერიკული კომპანია, მეგა კომპანია ლივგუდის, რომელიც 220-ზე მეტ ქვეყანაშია შესული, საქართველოს გუნდის ლიდერების შემადგენლობა. გთხოვთ. Bitter gaure
მერცხე წრემლი დავღვარე ისე ვატარე ზე ავაფარე ისევ გზა ისევ მზე ისევ შენ ისევ მე ისევ გზა ისევ მზე ისევ შენ ისევ გზა ისევ აი, ესეთი შემოდგენლო გვაქვს სალიდეროში, გაგაჩანით ყველა ეს ადამიანები არიან ისმის ჩემი ხმა. კი, ისმის ქალბატონო. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა წარგიდგინეთ, 24/7-ზე არიან თქვენს სამსახურში. მართლაც 24/7-ზე იმდენი დეტალებია გასარკვევი, გასარჩევი, მოსაგვარებელი, აი იმისათვის, რომ თქვენ აი ესე დღეს კომფორტულად დასხდეთ და მოისმინოთ ის რისი მოსმენაც გსურთ. მადლობა მათ, ყველა თქვენგანის სახელით მე ვუხდი მათ მადლობას აი ამ 8 წლისთვის, ამ თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ჩემო ძვირფასო ტკბილო მეგობრებო, თქვენ არ ხართ უბრალოდ ჩემი პარტნიორები, არ ხართ უბრალოდ ჩემი ლიდერები, თქვენ ყველანი ხართ ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები. რომც არ იარსებოს ლივგუთმა, ჩვენი ურთიერთობა არასოდეს არ გაწყდება. უღრმესი მადლობა აი ამ შრომისთვის, ამ თავდადებული შრომისთვის. გაიხარეთ. ახლა თქვენ ქალბატონო ნანა, მადლობა თქვენ ამ 8 წლისთვის, რასაც თქვენ ჩვენთვის და ამ ჩათისთვის აკეთებთ. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. გვიამაყებით, გვეიმედებით. თქვენ შექმნით ეს გუნდი და ჩვენც მოგყვებით ქალბატონო ნანა. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. გაიხარეთ ქალბატონო ნანი, გაიხარეთ. მადლობა მართლა. უღრმესი მადლობა. არ შემიძლია რომ არ ვთქვა უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა, ნამდვილად ჩვენ მართლაც ლიგუდი რომ არ არსებობდეს, მადლობა ღმერთს რომ ასეთი საოცარი მეგობარი შეგიწინე. ასე რომ მართლა ბედნიერება არის თქვენს გვერდით მუშაობა, მოღვაწეობა და საქართველოს გუნდი თუ დღეს ქუხს, ეს რა თქმა უნდა არის თქვენი დამსახურება. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ქალბატონო ციცი, მაგრამ ასეთი გამოთქმა არსებობს მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვაო. თქვენს გარეშე ეს არ მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს არის გუნდური სამუშაო და ჩვენ ერთად მივახციეთ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო დიდ წვერვალებს მივახწევთ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე იცვლება ყველაფერი ლივგუთში და ასევე ჩვენთან საქართველოს გუნდში უფრო და უფრო მეტი კრეატივი მოდის, უფრო და უფრო მეტი საინტერესონი ხდებით და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს უკვე, უფრო მეტი ვიცით, ლივგუთიც უფრო შევისწავლეთ, ადამიანებთან ურთიერთობაც შევისწავლეთ, ხომ ასეა? და აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი სამუშაო, ხომ? ამიტომაც წინსვლა გარდაუვალია აქ. მადლობა ყველას. და ეხლა თქვენის ნებართვით შევუდგები უკვე იმ საქმეს, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ, ხო? ძვირფასო მეგობრებო, მე იმის შესახებ ვისაუბრე უკვე, რაც შეეხება პროდუქტს და ასე შემდეგ და ახლა მინდა უკვე გავესაუბრო ადამიანებს, ვინც მიაღწია შედეგებს, ჩვეულებრივ შედეგებს, საშუალო შედეგებს, უფრო დიდ და ასე შემდეგ. დღეს ყველა ვიცით, რომ არ არსებობს დედამიწაზე ჯანმრთელი ადამიანი, ხომ? ყველას რაღაცა აწუხებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს გონია, რომ არაფერი არ აწუხებს და შესაძლოა არ სტკივა არაფერი, ორგანიზმში მიდის პროცესები. იმიტომ მიდის ის პროცესები, რომ უკვე ჩამოვთვალე იქ ვიდეორგოლში, თუ რა იწვევს ამ პროცესებს, ხომ? და შესაძლოა ჯერ ვერ გრძნობს ამას ადამიანი, მაგრამ დროთა განმავლობაში ის სადღაც ოდესღაც იჩენს თავს აუცილებლად და ზოგჯერ ძალიან სავალალოდ და ძალიან რთულად იჩენს თავს, ზოგჯერ
დაიკარგა ხმა ქალბატონო ნანა. კი, გაითიშაუცე ბოდიშით, ზოგჯერ გამკლავებაც კი რთულია იმ პრობლემებთან, რა პრობლემაც იქნება. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის უკეთესია დროულად ვუშველოთ, ხო? ამ საქმეს, როდესაც ონკანში რჩება რაღაცა დაკეტილი, ხო, და გადმოდის წყალი, ხო? თუ დროულად ვუშველით, რა თქმა უნდა, პრობლემას გადავრჩებით. თუ ვერ ვუშველით, გადმოიღრება წყალი და მეზობლები ამოგვიცვიდებიან, ხო? ცოტა ისეთი მარტივი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. თუ დროულად ვუშველით საკუთარ ორგანიზმს, მიუხედავად იმის, რომ ჩვენ სიგნალი არ აქვს, არ არის განგაში ჯერჯერობით, ხო? ძალიან კარგი იქნება და აღარ დაგჭირდება არასოდეს ექიმებში სირბილი, საავადმყოფოებში წოლა და ასე შემდეგ. ნათქვამია, რომ სახლის კედლებიც კი კურნავსო, ხო? საავადმყოფოში მტერიც კი ცოდოა, მე ნამდვილად მეცოდება, იმიტომ რომ ვიცი რა არის საავადმყოფო. სწორედ ეს არის კომპანია ლივგუდის პროდუქტი, რომელიც არის ყველამ ვიცით უკვე საოცარი კი არა და ანალოგი არ აყავს მას და ამიტომ ეს არის თქვენთვის, ასე ვთქვათ, საპორტი, ხო? საპორტი, ანუ სასწრაფო დახმარება, რომელიც იცავს თქვენს ორგანიზმს ყველაფრისგან აბსოლუტურად, რომ არ დაზიანდეს და შემდეგ არ დაგჭირდეთ უფრო რთული პრობლემების გამკლავება. ასევე არის აქ ბიზნესი, ჩვენ ვიცით, მაგრამ დღეს ბიზნესის გამო არ შევიკრიბეთ. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ იმ საოცარ შედეგებზე, რასაც გვაძლევს ჩვენ კომპანია ლივგუდის პროდუქტი. ახლა მე ქალბატონ ციცის მიმართავ. ქალბატონ ციცი, რამდენადაც ვიცი, თქვენი პარტნიორი იყო, ვისაც ჰქონდა შედეგი. თუ შეიძლება გამომეხმაურეთ, თუ გამოგეხმაურათ ის ქალბატონი, თუ არა და მაშინ სხვებზე გადავა. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გამომეხმაურა ქალბატონო ნანა. თუმცა პატარა რამეს მე აღნიშნავ, რომ ანუ პირველი ერთხელ მიიღო პროდუქტი, ველნეს პაკეტი და რა თქმა უნდა თვითონ ისაუბრებს მოგვიანებით ალბათ შემოგვიერთდება სავარაუდოდ გავედი კავშირზე და პირველივე დალებისთანავე მიიღო საოცარი შედეგი. ვეცდები რომ ჩაგვერთოს, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა მასაც. კი, თუ სვლელობის პერიოდში გამოგეხმაურათ, ძალიან თხოვთ შეგვატყობინეთ და ჩავრთოთ საუბარში. კარგით, მადლობა. აუცილებლად კი. კარგით, მე მაშინ ახლა მიმართავ გისმენთ ბატონოჩა? შეიძლება ერთ პატარა ისტორია მინდა მოვყვე ჩემი ისტორია რა, თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, გისმენთ. ბოდიშის მოხდით რა თქმა უნდა. მოკლედ, ვინც არის ის მე მაწუხებს გაფანტული სკლეროზი რა. და ჩამსვეს პროგრამაში რაღაცა პროგრამაში, გერმანულ პროგრამაში ჩამსვეს, სწავლის ვსვავდი რამე. და მაინც მიუხედავად მაგ სწავლების დალევისა, მაინც ყოველ გაზაფხულზე შემოდგომაზე მაძლევდა ხოლმე გამწვავებას რა. ანუ კერების გამწვავებას რა, ახლა ორი სტუს ვიზახი პროსტა. და ბოლო-ბოლო რომ მივხვდი რომ ამას სწავლის აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ მაინც გამწვავებას მაძლევდა. მეუთხარი ჩემი ექიმს რა, რომ პეტკი არ მინდა მე თქვი უარი პროგრამა და პროგრამიდან ამოვედი. და კაკრას მაგ პერიოდში გავიცანე ლივგუდი. და ლივგუდიდან ძალიან დამაინტერესდა და გადავხედე დანმატებს ამ ყველაფერს გადავხედე და ძალიან დამაინტერესდა ამ კანაფის ზეთმა რა, სიბიდო. და 1500-იანი ერთი გამოვიწერე და დავიწყე მაგის მიღება რა. სიბიდოს მიღება დავიწყე. და თქვენ წარმოიდგინეთ ხარ ხო 2 წელი ვიყავი, საერთოდ წამლის გარეშე ვიყავი რა. წესით ყოველგვარი რა ვიცი, ფიქრი და წესი და საუდი წამლის პროგრამი და მაინც გამწვევებს მასზე დავხმე ყოველ გაზაფხულში შემოდგომაზე. და რო გადავედი კანაფის ზედზე, გამწვევა საერთოდ არ მოუწია, ანუ ისი რა გამიკეთა, რომ ჩემი კერები და ჩემი ავადმყოფობა წაიყვანა რემისიაში. აბსოლუტურად რემისიაზე წაიყვანა. რემისია ნიშნავს, რომ ვაფშე გააჩერა რა.
და არანაირი გამწვევა არ მოუწია. 2 წელზე მეტი წარმოვიდგინე და დღესაც კი ვიღებ, მაგრამ დღეს ის გადავისხი კიდე კაი სახელმწიფო დაეფინანსა ძალიან ზურადღირებული მედიკამენტი და იმას ვისხავ რა. და აი ხო იცი ის თქო მინდოდა რომ ამ 2 წლის განმავლობაში ჩემი ექიმი ნეიროპათოლოგები და ნევროლოგები და ისინი სულ როგორ დაეპირისპირნენ ეს მე კი არ დაეპირისპირნა დაუპირისპირდნენ ამ მედიკამენტს რა კანაფიზეს და დაჟე აი როგორ გითხრათ ზოგადად ესე მინდა თქვა რომ გასაგებად თქვა რა რომ აი დაჟე პანიკური შეტევები მისეს მაგათ რომ რა საკეთებ უჩაო რა განარკომდი უჩაო და რაღაც ეგეთ საუბარს უნდა ადგილი ხოლმე რა რომ ვითომ განარკომდი აბა რასასაუბრას იმას შევიო რასაკეთებ მე ვეუბნები ეს არის სამკურნალო მეთქი შოულებრივად რა არ მინდა თქვენი არც პროგრამა მინდა მეთქი რაც პროგრამის სწავლები არაფერი აი ეს მინდა მეთქი და სულ რა ამას ვენდობი მეთქი რა 100% ამას ვენდობი მეთქი და მთელი ისინი გამოვიარე მაგის გულიზე ჩემ ექიმებთან რომ აი კატეგორიულად ეწეადებოდნენ ეგ ბავშვობას იმას შევიო აწვევიო და რაღაცებს მე უნდა ხოლმე რა და მე მინდა თქვა მოკლედ რეზუმე რო გავაკეთო ეგ კანაფის ზეთმა აი მართლა სასწაული მოახდინა იმ სასწაული მოახდინა იმას გულისხმობ რომ რემისიაზე წაიყვანა ჩემი კერები რა ჩემი დაავადება არ ვიცი როგორც განი ისე ვინც როგორც გდა ისე გაიგოს მაგრამ მართლა ესე იყო რა ჩემ მაგალითს ვიზახი მე უბრალოდ რა კი ისე გავიგეთ როგორც თქვით გილოცავთ გულწრფელად ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე რა თქმა უნდა ჩვენ თქვენთან ერთად ამ ყველაფერს ვაკვირდებოდით ხომ ყოველთვის ერთვებოდით თქვენ და ამბობდით თქვენ შედეგებს და დღეს მე თვითონ გრძნობ და მე თვითონ ხედავ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ისედაც ხო რა კი, ყველაფერი აბსოლუტურად შეცვლილია ყველაფერი და უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. ბევრად უკეთესობისკენ ასე ვიტყოდი მე და ამას მართლა ღმერთის წყალობით ღმერთმა ქნას რომ კიდევ და კიდევ უკეთესად იყოთ და გილოცავთ გულწრფელად. მე ვფიქრობ ყველას უხარია ყველა. დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. დიდი მადლობა. ბედნიერება რომ ამ შედეგებზე მიხვედით. მადლობა ბატონო უჩა. ქალბატონო ნანა დავამატებდი ერთს უჩასთან დაკავშირებით. ბატონი უჩა დაუკავშირდა ერთ-ერთ ექიმს ჩვენს პარტნიორს და ის როგორც მახსოვს იღებდა ენის ქვეშაც და ასევე რომ იცოდეთ და ვისაც ეს პრობლემა აქვს ჭიპში ჩაწვეთებაც აუცილებელია ამ დროს და უჩა რაც შეეხება იმას რომ გეუბნეოდნენ რომ რაღაცა კანაფი ცოტა ისე ყურში თუდად არის მოსახვედრი ჩვენმა CBD-მ გაიარა აქ რეგულაცია ქალბატონა ლია თეოდორაძემ ეს გააკეთა მიიტანა ეს საბუთები მოკლეს და ჩვენი CBD არის იმდენად სუფთა არანაირ კანაბიდიოც არ შეიცავს ასე რომ ეს არის ყურის განგაში ამან არ შეგაშინოთ და ძალიან მიხარია თქვენი ხმის გაგონება ნამდვილად იმხელა ცვლილება საუბარშიც კი რომ აი არ ვიცი მართლა გაოცებული ვარ გილოცავ კიდევ ერთხელ აი ხარ დიდი მადლობა მთავარი დამოვიზდა მე თქვა თუ შეიძლება რა მთავარი დამოვიზდა მე თქვა რომ რომელ ექიმაც ჩემპირად ყურნალ ექიმა რა რომელმაც გაიმართა აი ჭიუკი და პანიკები და რასაკეთებ უჩა და ისა და ესა და ხელში მეჭირა ეს CBD რა წამართვა ხელიდან და გადავიღო ტელეფონით შევიდა QR კოდში თუ რაღაცა და შევიდა ეგ ლიგუტი კითხულობს ანოტაციას ახლა და გაჩვენდა და რაღაცა და რა იყო თქვენი ქალბატონო ნათია მეთქი რა იყო ნათია ეკიო მეთქი რატო გაჩვენით მეთქი და დაიმორცხა რაღაცა და უჩიკო მე მეძახს და რა იყო თქვენი ქალბატონო ნათია მეთქი და აუ ერთ წელი გავმიწერე ესაო რა რადგან მეთქი აუ შაიკი მაცხვის არ შემიძლია უკეო რა ანუ ჯერ გიგზავნდათ და ანუ მე პირიქით გითხრათ მართლა ქალბატონო და კარჩ
გამეცდა მეთქი რომ თელაბედ დამახცე მეთქი ამას და ეხლა თქვენით მეუდევით თუ რომ ერთ სალი გამოგიწევთ თუ ესა ნახა შემადგენლობა და იმიტომ გასაგებია. კი ზუსტად თვითონ ნეიროლოგია რაღაცა და გაერკოლცებ რა. კი, მაგიდა ჩართვისთვის უღმესი მადლობა. გადავარდეთ ხასხასი. ახლა გადავალ ალბათ ქალბატონ მანანა გულიაშვილზე. ქალბატონ მანანა აქ ბრძანდებით? ბატონო ნანა. მე ვიცი რომ ბატონო ნანა თქვენი ის ქალბატონო ნანა. ისმის ახლა? ახლა კი ისმის. ისევ აღარ ისმის. არის მის ქალბატონო ნანა. გავიდე რაღაც ხარვეზი არის. ტელეგრამში ყოველთვის ხარვეზია მეგობრებო და ტელეგრამიდან უნდა გავიდეთ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ასე რთულია მუშაობა ნამდვილად. ვაწავლებს ისევ არის მის ქალბატონო ნანა. ერთი წუთით. ახლა ისმის. ახლა ისმის? დიახ. აი პლანშეტით ვიყავი და ტელეფონზე გადავალ. კი ისმის. მოკლედ ქალბატონო მანანა უკაცრავად მეგობრებო. ეს ტელეგრამი ძალიან გვიშლის ხელს. მე ვიცი რომ თქვენ გაწუხებდათ ძალიან სახსრები იმ დონეზე რომ სიარულის კი გიჭირდათ ქალბატონო მანანა. და კიდევ სხვადასხვა პრობლემები. თუ შეიძლება წარგვიდგინეთ თქვენი თავი და შემდეგ მოგვიყევით ამ პრობლემის შესახებ. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. მე ვარ მანანა გულიაშვილი, ყოფილი ემიგრანტი, რომელიც 4 წელია უკვე საქართველოში დაუბრუნდი. ვარ ლივგუდის ოფიციალური წევრი. და როდესაც ქალბატონმა ნანამ შემომთავაზა ლივგუდში გაწევრიანება, ძალიან წინააღმდეგი არა, მაგრამ ჩვენი პირობა იყო, რომ ჩვენ ამ პროდუქტებს არც მოვიხმარდით, არც ვიყიდით, არც გავყიდით, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები მიჭირს პროდუქტები ვიყიდო, გავყიდო, კომპანიები იყო, ასეთი კომპანიები და წინააღმდეგი ვიყავით და ქალბატონმა ნანამაც მითხრა, რომ რას ამბობ, მეც არ მაინტერესებს პროდუქტებიო, უბრალოდ ჩვენ ბიზნესის გულისთვის გაწევრიანდით ლივგუდში. მაგრამ დროთა განმავლობაში მე რო შევხედე, რომ აქ გაწევრიანდნენ ქალბატონები, რომლებიც სხვა კომპანიებში იყვნენ, პროდუქტები, ბიოდანამატები მიღებული ჰქონდათ და კმაყოფილები იყვნენ, უკვე მეც დამაინტერესა, იმიტომ რომ ეს კლასიკური მედიცინა არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ძალიან ეს მედიკამენტები ერთრამეს უხდება მეორეს აზიანებს, არ გისვავენ სწორ დიაგნოზს, ძალიან იშვიათი რომ მოხვდე ისეთ კარგ სპეციალისტთან, რომ ნამდვილად გჯეროდეს მისი და მიიღო ის მედიკამენტები და ამიტომ არ მაინტერესებდა. მაგრამ ამ ბიოდანამატებმა დამაინტერესა, რა თქვეს, რომ ასეთი შედეგები გვაქვსო. 25 წელი მე მაწუხებდა ხერხემალი. ხერხემალმა ჩაითრია მარცხენა მხარე, რომელიც ფეხს საერთოდ თეძოდან დაბლამდე სულ მიკავებდა ფეხს. და აი სიარული მიჭირდა, დამძიმებული მქონდა და თითქოს კოჭლობდი, აი ესეთი ის მქონდა, რომ აი ტკიოდა, წკივილები მაწუხებდა, სახსრებიც მტკიოდა, მისივდებოდა ფეხები. და გამოვიწერე, პირველ რიგში გამოვიწერე ის ამონაზიროში, ისიც რო შედის
ამონოსი. ის 6 პროდუქტი როა ამინოსი, ხო, აი ის გამოვიწერე. ის ამინოსმა დამაინტერესა და ის გამოვიწერე პირველ რიგში. და წარმოიდგინეთ, ესე იგი 4 დღის დალეული მქონდა. 4 დღის და დილა რო გათენდა და აბდიხი და ხერხემალი არ მაწუხებდა, მე თვითონ არ დავიჯერე. 25 წელი შეიძლება ეს არავინ არ დაიჯეროს, მე გამუდმებით მტკიოდა. არასოდეს გამაყუჩებელი არ მიმიღია. ეს იციან ჩემმა მეგობრებმა, ვინც ჩემთან ახლოს იყვნენ ემიგრაციაში, ჩემთან ერთად იყვნენ, ყველა მიცოდა რომ მე მაწუხებდა და სიარული მიჭირდა ძალიან. და 4 დღის შემდეგ რომ მე ხერხემალი არ მტკიოდა, ეს ჩემთვის იყო რაღაცა სასწაული. გავაგრძელე ეს დალება, ეხლა ეს პროდუქტი ყველანაირად მივიღე ეს პროდუქტი, ვატყობ, ენერგიაც ძალიან კარგი მაქვს და ამ ტკივილებთან ერთად ძალიან სუდი ძილი მქონდა. 3 საათზე გამეღვიძებოდა საშინელი თავის ტკივილით, ვეღარ ვიძინებდი და დილას რო ვდგებოდი, აი ესეთი დაღლილი გეგონება ძალიან დიდი სამუშაო შეასრულაო. ეხლა ჩვენი ემიგრანტების ცხოვრება ადვილი არ არის და 80% ჩვენთან ემიგრანტები არიან და იციან რა შრომაც იყო და როგორიც იყო იქ და ამ ყველაფერთან ერთად, ამ ტკივილებთან ერთად ამ სამუშაოს ვასრულებდი. და ეს უძილობაც უკვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. უკვე 4-5 დღის შემდეგ ძილიც მომიწესრიგდა. ისე მეძინა, რომ უკვე მეშინოდა, რომ ისე ღრმად ვიძინებდი. საღამოს რომ დავწვებოდი დილამდე, ადრე მეღვიძებოდა მაინც, მაგრამ ის რაც მეძინა 6 საათამდე 7-ის ნახევრამდე ძალიან კარგად მეძინა. და ჩემდას რო უთხარი რომ მე ასეთი სიტუაცია მაქვს და შემხედა ჩემდა საერთოდ არ ჯეროდა ამის წნევები აწუხებს ჩემდას და საერთოდ არ ჯეროდა რომ როგორ შეიძლება რომ ასე გიშველოს არ ჩემთვის არ ჯეროდა რომ ხოტყვილს არ ამბობო რომ გამიარა ტკივილს როგორ იტყვი რომ ტკიოდა და ეხლა არ მტკივ ამის მოგონება ზედმეტი არის ჩემდასაც გამოუწერე ჩემდასაც ჩამოუვიდა და წნევები საერთოდ დაურეგული და მაღალი ქონდა სულ წნევები ტკივილები მხრების ტკივილები ქონდა წნევები ქონდა მხრების ამანაც გაუარა და ძალიან კმაყოფილი იყო მე ამის შემდეგ ეს რო დავამთავრე ეს პაკეტი გამოვიწერე კრეატინი გამოვიწერე და ეს კანაფის ზეთი გამოვიწერე პრობიოტიკი და ეს 4 თავი წამალი პროდუქტი მივიღე ერთდროულად. ამ პროდუქტების მიღების დროს, როცა ეს პროდუქტი მივიღე, დამეწყო მარჯვენა ფეხის ტკივილი. საშინელი ტკივილები მქონდა და საერთოდ მარჯვენა ფეხი მე არ მაწუხებდა, არ მტკიოდა. მაგრამ ამ პროდუქტების მიღების შემდეგ დამეწყო ტკივილები. საშინელი გაუსაძლისი ტკივილი მქონდა. და გავაგრძელე დალება, არ დამინებებია დალებისთვის თავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ტკივილმა რო დამეწყო, ზემოდან დაიწყო ფეხმა ტკივილი, ამ პროდუქტს მე ვაგრძელებ სვავ, ეს ტკივილი ნელა-ნელა მიდის, ვატყობ რომ მიდის, თუ მტკიოდა სახსარზე, მე ქვემოთ წავიდა, მე კიდე ქვემოთ წავიდა და თითქოს გავიდა. ბოლოს უკვე დაბლა ფეხები მტკიოდა, ისე რომ დაბლა ვერ ვადგავდი ფეხებს. ისევე გავაგრძელე ეს დალება, სხვა არ დამიმატებია პროდუქტები, არაფერი, ისევე ამას ვაგრძელებდი. ამ პროდუქტების დამთავრებისთან არც მქონდა დამთავრებული, ისე გამიარა ტკივილებმა საერთოდ სახსარი სად არსებობდა, სად იყო, რა ტკივილი იყო, საერთოდ არ ვიცოდი ამ ტკივილების. ამის შემდეგ შილაჯატი გამოვიწერე, კოლაგენი და დეტოქსი გამოვიწერე. ესე იგი ენერგია მქონდა ისეთი, რომ სულ მინდოდა მთელი დღე არ მინდოდა რომ გავჩერებულიყავი. ისეთი ენერგია მქონდა, ხასიათიც კარგი მქონდა უკვე. დეპრესიაში, ტკივილებისგან დეპრესიაში ვიყავი. გარეთ გამოსვლაც აღარ მინდოდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი. ერთი პერიოდი 3 კვირა საერთოდ მინდოდა გარეთ გამოსვლა და თითქოს შიშის გრძნობა მქონდა. აი რაღაც შიში მაწუხებდა, რა მაწუხებდა, არ ვიცი. და ამ პროდუქტების მიღების შემდეგ, არ ვიცი, საკმაოდ ასაკი საკმაოდ ამაქვს, ახლა პატარა არა ვარ.
რომ აი ის თქვა რომ ასაკი, მაგრამ აი თავს ვგრძნობ, აი 40 წლამდე ასაკის როცა ვიყავი და ენერგია მქონდა, აი იმ ასაკში ვგრძნობ 68 წლის ქალი. აი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ ძმას ქონდა გაფანტული სკლეროზი დაეწყო, ჩემ ძმას დასაწყისი ქონდა და უჭირდა ცნობა ადამიანების და ამ პროდუქტების მიღების შემდეგ საგრძნობლად კარგად არის. ჩემი ძმა კიდე ჩემზე 10 წლით უფროსია და ძალიან კარგად გრძნობს სხვათა შორის ეხლა თავს. ისე რომ ჩვენმა ოჯახის წევრებმა მივიღეთ ეს პროდუქტები, ჩემ შვილიშვილს კანაფის ზეთი, ჩემ შვილიშვილს დავალებიე, პოლიპები ქონდა, ძალიან ხშირად ცივდებოდა, 10 წლის არის და ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. რაც კანაფის ზეთი დავალებიე, მის შემდეგ მთელი ზამთარი ისე გავიდა, რომ ბავშვი არ გაცივებულა, გრიპი არ ქონები, არც ერთი ვირუსი არ შეხვედრია და ვირუსებიდან სხვათა შორის დავისვენე, მე რომ ვირუსი შემხვდებოდა, ესე იგი ისეთი ტკივილები მქონდა სახსრების, ისეთი ტკივილები, რომ მეგონა რომ აი ჩაქურს სურტყავს ვიღაცა ჩემს სახსარს და ამტრევს, თქვა აი ესეთი ტკივილები მქონდა ძვლების და ეხლა რო ვცივდები ერთადერთი გრძნობ ყელის ტკივილს. აი ყელი რო ამტკივდება, გრძნობ რომ გაციებული ვარ, მაგრამ სხვა აბსოლუტურად არაფერი სიმპტომები არ მაქვს. მაგრამ ფაქტორ 4 და მაგნეზიუმი სულ მაქვს. და კანაფის ზეთი. დეტოქსად თითქმის რაც დავიწყე დალება, კიდე ვაგრძელებ დალებას და დეტოქსზე რა შევამჩნიე კიდე იცით? დეტოქს, აი ეხლა ნიტრატებით არის გაჯერებული ყველაფერი. ყველაფერში ნიტრატებია და აი ძალიან ძლიერი ნიტრატები, რომელიც შემხვდება, იმ წუთში ვგრძნობ. დეტოქს რო დავლებ, გამისუფთავებს და ისეთი ის მაქვს, სიმსუბის შეგრძნება მაქვს, ნუ არ ვიცი ძალიან. ისე რომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ნანასი, რომ ამ ლევგუდის კომპანიაში გამაწევრიანა, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამის დამაარსებლების, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ და ხელმისაწვდომე ფასებში ეს ყველაფერი პროდუქცია და ჩვენ შეგვიძლია ეს არის ყველასთვის მაქსიმუმია, ეხლა ყველას შეუძლია რომ ეს პროდუქტები შეიძინოს. არა აქვს ისეთი ფასები, რომ ეს პროდუქტები ვერ შევიძინოთ და ჩვენ ამ ვერ მივიღოთ. ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში არის და პლუს ჩვენი ბიზნესი ვითარდება. ისე რომ ჩვენთან ორმაგი ბედნიერება ბიზნესსაც ვაწარმოებთ და ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებთ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალბატონო ნანა, რომ ყოველთვის გვერდში იმედექი და აქამდე მომიყვანე. მე ნამდვილად გამიჭირდებოდა, არ მიყვარს რომ მე შევძლებ, მე გავაკეთებ, ამბიციებიც მქონია კიდეც გამიკეთები, მაგრამ არ მიყვარს ამის თქმა, რომ მე შევძლებდი, მე გავაკეთებდი, მე ნამდვილად ვერ მოვიდოდი აქამდე, რომ ქალბატონი ნანას ამდენი მხარში დადგომა, ამდენი ყველაფრის აი სითბოს, სიყვარული, დარიგება, სწავლა, ყველაფერი არის ჩემი უმცროსი მეგობარი და ჩვენი ლიდერი. ვამაყობ იმით, რომ ნანა, ქალბატონო ნანა, თქვენი მეგობარი მქვია და უღრმესი მადლობელი ვარ, რომ მასზე არის ამ კომპანიას, მასზე არის ამ ჯანმრთელობას ყველაზე მეტად, რომ მე დღეს მართლა ბედნიერი ვარ, აი გულით ბედნიერი ვარ, რომ მე ჯანმრთელი ვარ. და ამაზე მეტი ალბათ ბედნიერება არ არსებობს. ადამიანი როცა ჯანმრთელი ხარ, ყველაფერი გიხარია, ცოტაც გიხარია. და თუ კი გაწუხებს ის დეპრესია, ის უძილობა, ის ტკივილები, არაფერი არ გიხარია. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მე ამ კომპანიით და ყველა სტუმრებს, ვინც ბრძანდებით, გადახედეთ ლივგუდის პროდუქტებს, გაიზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, ჩვენ ისეთი ლიდერი გვყავს, ჩვენ ყველანაირად გვერდში გვედგა და ყველა ლიდერი, ჩვენი ლიდერები, ყველანაირად ცდილობენ ყველას მხარში დაუდგონ, ყველას დაეხმარო. ჩვენთვის არ არსებობს ჩვენი ხაზია, ჩვენი ხაზი არ არის, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ნანასგან ვისწავლეთ. მე ბევრი ვისწავლე. ჩემზე უცროსია, ბევრი ვისწავლე ნანასგან და ვცდილობ რომ მეც ვიყო ისეთი თბილი, ისეთი დავეხმარო, რაც შემიძლია, რა თქმა უნდა, ნანასოდეს მე ვერ შევძლებ, მაგრამ რაც შემიძლია დავეხმარო
და ყველა ასეთი არიან ჩვენი ლიდერები. საკმარისია დაგჭირდეთ რამე, ყველა გვერდში დაგიდგებათ და მოგიწოდებთ ყველას, რომ ვისაც ჯერჯერობით არ მიგიღიათ ის ბედნიერება, რომ ჩვენი წევრი გამხდართ, მობრძანდით ჩვენთან, გაწევრიანდით და გახდით ჩვენი დიდი კომპანიის წევრი. და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის და არ ვიცი რა გითხრათ, ყველაფერს სიკეთეს და სიხარულს გისურვებთ. გაიხარე მანანა სიყვარულო, გაიხარე ჩემი გული ხარ, ძალიან მიყვარხარ და მე ვამაყობ რომ შენ ხარ ჩემი მეგობარი, უერთგულესი ადამიანი მართლაც. მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის. გაიხარე და მთელი მართლაც ვამაყობ. მე არ მიყვარს აი მალმალე ვიძახო რომ აი მაგრამ არ შემიძლია ეს რომ არა ვთქვა რომ ეს მართლა ჩემი გულიდან არის რომ აი ადამიანი რომ აი ამდენად ჯერ რომ ამდენი ინფორმაცია, ამდენი ცოდნა, ამდენი და თითეული გუნდის წევრი თქვენთვის ქალბატონო ნანა რომ ყველა მისაღებია აი მართლა ბედნიერი ვარ და მართლა ვამაყობ თქვენი მეგობრობით. მე ამაყებით რომ ჩემი მეგობარი ხარ და მიხარი ხართ. აი ნამდვილად და რომ ხედავ რომ ყველას ეხმარებით, ყველას ყოველთვის მეუბნება რომ დამირეკე შემაწუხე, მაგრამ იმდენად ხედავ რომ დატვირთულია ყველას მიმართ, მე მირჩენია შევხედო რომ ის ჩემი მეგობარია და ყველას ეხმარება. და მეც მინდა რომ ვიყო ისეთი, ჩვენ ლიდერებიც ისეთი არიან და ცდილობენ ყველა ისინიც ისეთები იყვნენ როგორც ნანა. გაიხარე სიხარულო, გაიხარე. ის მახსენდება მეგობრებო, საქართველოში ვიყავი ჩასული და რა თქმა უნდა მანანიკოს შევხვდი საქართველოში რომ ვიყავი და მე კარგად მახსოვს. ესე ავიარეთ კაფეში გვინდოდა და შევსულიყავით და ესე იგი ხელით დავეხმარე მანანას კიბეებზე ვერავი. ესე იგი ცრემლები მომადგა თვალებზე რეალურად რომ ეს რა არის საფდება თქო. ვერ დადიხარ ანუ რეალურად ვერ დადიოდა. ძლივს ავიდა სამ კიბეზე ჩემი დახმარებით. და დღეს ასეთი შედეგი აქვს და რა თქმა უნდა მეგობარია ჩემი, ძალიან ახლო მეგობარია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, ჩემი პირადია ასევე და ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყო მანჩო, ძალიან მინდა რომ უბედნიერესი იყო, უჯამრთელესი იყო და ძალიან დიდხანს ვიხარო შენთან მეგობრობით. მადლობა ამ ყველაფრისთვის. ვიცი ძვირფასო ნანა რომ ყველაფერი კარგი გინდა და ისიც იცი რომ მე რა მდგომარეობაში ვიყავი და ეხლა უნდა ვნახო როგორი მდგომარეობაში ვარ. მე მიყარია, პატარა ბავშვი ვითავარ. მთელი დღე შემიძლია რომ არ დავჭდე. ისეთი ენერგია მაქვს. ამას რა ჯობია, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს. კაი სიხარულო, ხა გადავალთ კიდე სხვაზე. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ამ ჩართვისთვის და ასეთი გამხნევებისთვის და ამ თბილი სიტყვებისთვის. ეხლა მინდა გავესაუბრო ქალბატონ ეკას. ქალბატონო ეკა აქ ბრძანდებით? თუ შეიძლება მიკროფონს დააწექით, ქალბატონი ეკა. კი, აქ ვარ. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ ქალბატონო ეკა. მოხარული ვარ თქვენი აქ ხილვით. მე მინდა რომ თქვენ წარადგინოთ თქვენი თავი და შემდეგ მოყვეთ თქვენი შედეგის შესახებ. მე ვიცი რომ სერიოზული შედეგი გაქვთ ძალიან. დიახ, მე გახლავართ ეკას ოლღაშვილი, 5 შვილის დედა, 46 წლის. 6 წლის წინ გადავიტანე დიდი ტრაგედია, შვილი დამეყუპა უფროსი. მას შემდეგ ვიყავი ძალიან ღრმა დეპრესიაში. ისეთ ღრმა დეპრესიაში ვიყავი, რომ ვიყავი აბსოლუტურად ანტიდეპრესანტებზე. 6 წლის განმავლობაში და ისე ძლიერ ანტიდეპრესანტებს ვსვავდი, რომ ანუ ნეირონებს ხოცავდა ეს ანტიდეპრესანტები და ბოლოს ექიმმა მითხრა, რომ შენთვის არ შეიძლება უკვე ამდენი ხანი ეს ამწამლების მიღება, როგორმე გადაყარო რა ეს წამლები, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი მე, რომ ამ წამლების მიტოვება მე არ შემელო. მქონდა
შიშები, შფოთვები, პანიკური შეტევები, აი ვერ აგიხწერთ იმ ემოციურ მდგომარეობას, როგორც მე ვიყავი. კატასტროფა იყო ეს. უკვე ისე ვიყავი, რომ აი დანარჩენ ბავშვებს ვეღარ უვლიდი, აი ფიზიკური ძალები, ენერგია არ მქონდა ამის. და შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე ეს ანტიდეპრესანტები ნელ-ნელა შემემცირებინა დოზები. მე თვითონ სამედიცინო განათლება მაქვს და აი ესეც კი არ მშველოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, სამედიცინო განათლება იმდენად ცუდად ვიყავი და ნელ-ნელა ეს დოზები შევამცირე და გადავედი ლივგუდის პროდუქციაზე. მე დღეს არ ვიცი, ენერგია, ხალისი, გუნება განწყობა, პანიკური შეტევებიც კი ამილაგდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის, არ ვიცი, აი რადონი სენსაცია იცი სამედიცინო სფეროში რო ჩახედული ვარო, აი ხალხი წლობით ფსიქოთერაპიაზე დადიან და ისინი ვერ მიდიან ამ შედეგამდე. და მე გავიარე, სამჯერ გამოვიწერე სულ პროდუქცია, გავიარე რაღაცა პატარ-პატარა კურსი. აი რო გითხრათ, რომ ეხლა ძალიან ისე ინტენსიურად ვსვი, ეგეც კი არ გამიკეთებია და უკვე ამხელა შედეგი მაქვს. კიდე მქონდა მაგნეზიუმის სერიოზული დეფიციტი, მქონდა საშინელი ტახიკარდია, ძილში მქონდა გულის არითმია. ისეთი არითმია მქონდა ეს ტახიკარდია, რომ მაღვიძებდა მე ეს ძილში. და აი ესენი მომეხსნა, ფეხები მქონდა, ფეხის კუნთების ტკივილი მქონდა საშინელი, რომ ღამე არ მაძინებდა ეს. რა ყველაფერი მტკიოდა რა, რადგან აი ფსიქოლოგიურად ესე მოშლილი ვიყავი, დეპრესია მქონდა, ორგანოებიც ყველაფერი მტკიოდა და დღეს აი არ ვიცი, ყველა ფუნქცია, ყველა გულსისხლ, ძარღვთა, სახსრები, აი შარდსასქესო, ნაღველა, ღვიძლი მქონდა კიდე ძალიან ამდენი წამლებისგან, ქიმიური პრეპარატებისგან გაღიზიანებული, გადიდებული. აი ყველაფერი ამილაგდა. მე აი გაოცებული ვარ უბრალოდ, როგორ შეიძლება, რომ ბადებმა ამხელა შედეგზე გაიყვანოს ადამიანი, როცა წლები მკურნალობენ ადამიანები და შედეგი არ აქვთ. აი უდიდესი მადლობა. ვერც კი გადმოცემ სიტყვებით, რამხელათი ბედნიერი ვარ მე, ჩემი შვილები, ჯერთი ის, რომ ამ წამლებს რო თავი დავანებე დეპრესანტებს, მე ეს მიბლოკავდა მთელ ემოციებს მე და აი იცით როგორ ვიყავი, როგორც რობოტი, აი ემოცია არ მქონდა, აი თითქოს აქ არ ვიყავი, აი რეალობაში არ ცხოვრობდი და გავცოცხლდი, გავიღვიძე, ჩემო შვილებმა აღიქვეს, რომ დედა გვერდით ყავთ და მე თვითონ ისე ვარ, რომ მე ხა საფრანგეთში ვცხოვრობ 6 წელია უკვე და საბუთის მოლოდინის პროცესში ვარ და ვფიქრობდი ხოლმე, რომ აი როგორ უნდა ვიმუშაო მე ასეთ მდგომარეობაში თქო და ეხა უკვე იმ დონეზე ვარ, რომ აი ერთი სული მაქვს, რომ საბუთი მომივიდეს, რომ მე თვითონ სპეციალობით გინეკოლოგი ვარ და მინდა ჩემი პროფესიით ვიმუშაო, ანუ გეგმები მაქვს უკვე, რომ როგორ წავიდე პროგრესი როგორ გამიცადო. და უდიდესი მადლობა კომპანიას, უდიდესი მადლობა თქვენ ქალბატონო ნანა, რომ ასეთი საშუალება შემოიტანეთ საქართველოში და ჩვენთვის ხელმისაწვდომია და ხო, კიდე რაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. სანამ მე ლიმგუდის პროდუქციას შევიძენდი და საერთოდ ლიმგუდზე გავიგებდი რამეს, მანამდე ხო ვსვავდი მაგნეზიუმს და სხვადასხვა ვიტამინებს, მინერალებს, რაღაცებს ვიღებდი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, სამედიცინო განათლება მაქვს და ვიცოდი რა უნდა დამელია და აი მაგალითად მაგნეზიუმში მე ვაძლევდი 19-23 ევროც მიმიცია და ლივგუდში ეს არის 9 ევროთ და ლივგუდის მაგნეზიუმი
აი შედარებისთვის სანამ ლივგუდის მაგნეზიუმი ჩამომივიდოდა, როგორც მოგახსენეთ, მე მქონდა ფეხის კუნთების საშინელი ტკივილი და ეს იზის მაგნეზიუმის ნაკლებობა. გულის ტახიკარდიაც მაგნეზიუმის ნაკლებობით იყო გამოწვეული, ზოგადად კუნთების სპაზმს იწვევს მაგნეზიუმის ნაკლებობა და ეს მქონდა სწორედ მე. და სანამ ეს ლივგუდიდან კი გამოვიწერე, მაგრამ დრო ხომ უნდა ჩამოსვას და ვიფიქრე, რომ ესე ძალიან რომ მიჭირს თქო, მოდი ვიყიდე თქო ჯერჯერობით აფთიაქში თქო. ვიყიდე, გადავიხადე 19 евро, ვიყიდე ბიოვითომ ძალიან კარგი, მართლაც კარგი შემადგენლობა იყო, მაგრამ ვსვი იქამდე ვიდრე ჩამომივიდოდა ლივგუდის მაგნეზიუმი. მქონდა ძალიან მცირე შედეგი. აი უმნიშვნელო, შეიძლება ითქვას უმნიშვნელო. როგორც კი ჩამომივიდა ლივგუდის პროდუქცია, ხო, ეს მაგნეზიუმი და მე დავლიე ლივგუდის მაგნეზიუმი, იმ ღამეს მე დავიძინე. აღარ შეუწუხდი ვარ ფეხების ტკივილს. ხო და აი რა ვიცი, აი მართლა არ მყოფნის სიტყვები და ის რომ როგორ ავხწერო რა დონეზე მოქმედებს, აი მიკრობიოლოგიურ დონეზე მოქმედებს უჯრედს იმდენად კვებავს და ამდიდრებს ამ მიკროელემენტებით, მინერალებით, ვიტამინებით, რომ ორგანიზმი უკვე ფუნქციონირებას იწყებს, ყველა სისტემა მოდის მწყობში და ადამიანი ჯანმრთელდება. და ეს მართლა საოცრებაა და სასწაულია. ეხანდელ დროში, როცა ყველა პროდუქტი და ყველაფერი გამოფიტულია, ხო, აი კვებითი ღირებულება არ აქვს, მაღალი საკვებს თვითონ. უდიდესი მადლობა. გილოცავ ეკუნა საყვარელო გილოცავ, ეკა მოგეხსენებათ ჩემი ქალიშვილის მეგობარია და ფაქტიურად ბიზნესით შემოვიდა აქ კომპანიაში და ბიზნესით შემოვიდა და პროდუქტით დაასრულა. ისე რომ გულწრფელად გილოცავ ჩემო ძვირფასო. მადლობა ძალიან დიდი. აი ამ შედეგს და ვიმედოვნებ ახლა იმ ხელა ენერგია მოგეცა რომ უკვე ბიზნესისაც დავკავდებით მე და შენ და აუცილებლად ბიზნესისაც ვფიქრობ კუთხითაც წავალ და რაც შეეხება სიტყვები არ ყოფნის, ზოგჯერ სიტყვები არ ყოფნის, ეს ყველაზე ბევრი სიტყვებია. ხო, აი ნამდვილად ახლა 46 წლის ადამიანი ვარ და მე ჯერ ესეთი რაღაც არ მინახია, რაღაც გამიგეა. მადლობა ძვირფასო, მადლობა აი ამ გაზიარებისთვის, ამ შედეგის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა დავიშუროთ მეგობრებო. სიამოვნებით გაუზიარებ ყველას და ვილაპარაკებ ამაზე, იმიტომ რომ ეს არის აი უმნიშვნელოვანესი, ხომ გეუბნებით მე არა მარტო ფიზიკური პრობლემები, არამედ ფსიქიკური პრობლემები, ფსიქოემოციური პრობლემები მომიყვარა, იმიტომ რომ თუ კი რამე ზოგადად ახლა ფიზიოლოგიაში ესია, ხო, თუ კი რამე მინერალი და ვიტამინი და ეს უჯრედის დონეზე აკლია ორგანიზმს, ხო, პირველ რიგში ეს აკლდება ტვინს და მერე ორგანიზმს და მერე ორგანოებს და აი რა ვიცი ხა იმ ხელა შედეგზე გამიყვანა რომ მე პანიკური შეტევები აღარ მაქვს და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ამ პანიკური, ვისაც აქვს გამოცდილი, არ ვიცი, აი თუ მე ბრძანდებით ესეთი რომ ეს გამოცდილი გაქვს, ეს არის აი არ ვიცი, ჯოჯოხეთია, ეს არის რაღაცა ტანჯველი მდგომარეობა და მე აქედან გამომიყვანა ამ პროდუქციამ და აი ამაზე ხო როგორ არ ვილაპარაკებ აღფრთოვანებით და სიხარულით, რომ აი ამ ხელა შედეგზე შეიძლება გაიყვანოს ლივგუდის პროდუქციამ ადამიანს. იმახსოვს შენი ემოციური მესიჯი მესენჯერში, რომ უდიდეს მადლობას უხდიდი ლივგუდს აი ამ ყველაფრისთვის. მართლა გულწრფელად არა აუდიტორიისთვის, არამედ მე მომწერე ეს გულწრფელი. ძალიან მინდა ეხლა რომ აი მივწერო თვითონ ემაილზე, ლივგუდის ემაილზე ამ დამფუძნებლებს, გუდკინებს, რომ აი გაიგონ, რომ რამხელა შედეგებზე გაყავთ ადამიანები მათ პროდუქციას და რამხელა სიკეთეს აკეთებენ. მე კიდევაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ პანიკური შეტევები წლების განმავლობაში ფსიქოთერაპიული კურსების რო გადიან ადამიანები, ისინიც კი ვერ ძლევენ ამას, ზოგჯერ არის შემთხვევები და ნუ ბადებით ამის დაძლევა, რა ჩემთვის მაგალითად აქამდე წარმოუდგენელი იყო და თურმე შესაძლებელი ყოფილა. კი,
ნამდვილ საოცრებასთან გვაქვს საქმე და ეს უკვე ამაზე უკვე ორი აზრი არ არსებობს და ბევრჯერ დაამტკიცა ამ პროდუქტმა ეს უკვე. მადლობა ეკა საყვარელო, მადლობა კიდევ და კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ბედნიერებას გაიხარე. მეტ ბედნიერებას გისურვებ კიდევ და სრულიად შენს ოჯახს, შენს შვილებს და აღარასოდეს ტკივილი აღარ იყოს შენს ოჯახში. აღარასოდეს იყოს ბოლო რაც იყო. შედეგია, მეგობრებო, ძლიერი შედეგია, ხო? არც კი ველოდია ეს მოულოდნელად მოხდა საერთოდ ეკასთან ეხლა ეს ახლა შემოვიდა სახში და უბრალოდ თხოვე შენ შედეგზე თქვი მოყევი თქვა ეს სპონტანურად მოხდა ეხლა ეს ყველაფერი. სპონტანური ზებძირ უფრო კარგია ვიდრე დაგეგმილი. კი, შემდეგზე შევიკავე ჯანმრთელობას უსურვებ. საოცრებია ქალბატონო ეკა. გაოცებული ვარ, გაოცებული. ქალბატონო ეკატერინე, გილოცავთ. არ ვიცი, სიტყვები მართლაც უძლური არის და სიხარული და ბედნიერება გქონდეთ, უდიდესი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ რომ გაგვიზიარეთ ეს დიდი სიხარული და ბედნიერება, არ ვიცი. ყოველ შედეგების დროს ვამბობ, ნეტა რაღა უნდა იყოს ისეთი შედეგი, რა უნდა მოვისმინო და ყოველ ჯერზე მაოცებს ამ პროდუქტის შედეგები, არ ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად, ძალიან მიხარია. ჯანმრთელობას გისურვებ ყოველთვის. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე დაუბრუნდი ჩემ შვილებთან, ჩემ შვილებს, მეოთხე შვილი მყავს. კიდევ ჩემო გოგომ წელს დაამთავრა უნივერსიტეტის სამედიცინო, აგერ ბავშვები საფრანგეთში წყინვალედ სწავლობენ, მერიის სტიპენდიას იღებენ. ყველაზე მაღალი შეფასებები რაც კი არის საფრანგეთში ამ ქართველმა ბავშვებმა, რავი 6 წელი რაც ჩამოსულები ვართ, აიღეს ამათ და აი იმდენად ჭირდება ჩემ შვილებს დედა გვერდში, ხო ხვდებით, აი რესურსული დედა, ენერგიული, ცოცხალი, ხო ბედნიერი დედა, რომ მე არ ვიცი არ დავეღლები ლივგუდისთვის მადლობის გადახდისთვის, რომ ჩემს 4 შვილს დაუბრუნდა დედა. ულოცავ შვილებსაც ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილად ამატირეთ ახლა. ეკატერინე, გილოცავთ, გენეცვალე, ძალიან გაგვაბედნიერე, როგორც თქვენ ხართ ამ წუთას ბედნიერი, ჩვენც ნამდვილად გაგვაბედნიერეთ. თქვენ დაგიბრუნდათ ცხოვრების ხალისი, ცხოვრების რავი, შეიცვალეთ ხო ყველანაირად, არ ვიცი, ეს ბედნიერებაა ნამდვილად გილოცავთ კიდევ ერთხელ მართლა რომ შვილებს დაუბრუნდით ასეთი სალამათი რომ იტყვიან დედა, რომელიც ყველას სჭირდება ჯანმრთელი დედა. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო ძვირფასო. გაიხარეთ, მადლობა დიდი. კარგით, მეგობრებო, ეხლა გადავალთ. ასევე გყავს კიდევ ქალბატონი ლია ბურჭულაძე. ქალბატონი ლია, აქ ბრძანდებით? დიახ, ახლა მოსმენებით. ქალბატონი ლია, თქვენ ძალიან ხშირად გთავთ ასეთ შედეგების შეხვედრებზე და ახლაც გვაინტერესებს ყველაფრის შესახებ, თუ რა გაწუხებდათ და რა მოგიგვარდათ. თუ შეიძლება მოგვიყევით, წარადგინეთ თქვენი თავი თუ შეიძლება. კი ბატონო, მე გახლავართ ლია ბურჭულაძე, პროფესიით პედაგოგი და აი ჩართული ვარ ამ ლივგუდში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ესეთი საკვები და დანამატები. არ ვცნობ, არ ვიტყვი, მაგრამ წამლებთან ცოტა შორსა ვარ. მოგეთ ამ გაზაფხულზე მე მინდა მოგიყვეთ პირადად ჩემი შედეგები, რა შედეგი მაქვს გაზაფხულზე დამემართა ოსტეოხონდროზი, მოკლედ სახსრების ანთება, საშინელ დღეში ვიყავი, განსაკუთრებით მხრისა და იდაღვის სახსარი მკლავდა, რასაც ქვია. წავედი ექიმთან და მომცა დანიშნულება, ამ დანიშნულებით უარეს დღეში ჩავარდი, იმიტომ რომ გამიღიზიანდა კუჭი და
ლიზა გუტკინს ჩემი დიაგნოზი გავუგზავნე და ვთხოვე, რომ მოეცა რეკომენდაცია რა მიმიღო ჩვენი პროდუქციიდან. მივიღე აი ეს დანიშნულება, გამოვიწერო პროდუქტი და დავიწყე მიღება. ერთი კვირის თავზე ამოვისუნთქე, რასაც ქვია. ვაუ, მეთქი ვსიო, ეს არის აღარაფერი აღარ მტკიოდა. თუმცა ეს გაგრძელდა რამოდენიმე დღე, ალბათ 5-6 დღის განმავლობაში და მერე ისევ დაიწყო მწვავე ტკივილები. ვინაიდან ვიცი, რომ აი ეს მუშაობს ამ დროს, აი ეს ბადები მუშაობს, არ შევწყვიტე მიღება, გავაგრძელე და გარკვეულ ხომ მტკიოდა მხრისა და იდაყვის სახსარი. ეს ტკივილები გადავიდა მაჯის სახსარი, თითების სახსარში, აი ეს მთელი მარცხენა ხელი საერთოდ, მაგრამ გრძნობდი, აი თითქოს შინაგანად რაღაცას გრძნობდი, რომ მუშაობდა რა. ერთ მშვენიერ დღესაც დაახლოებით ალბათ 2-3 კვირის მერე, 2-3 კვირა თუ გაგრძელდა ესა, საერთოდ აბსოლუტურად თითქოს ერთ დღეში მომეხსნა მთელი ტკივილი. 3 თვე, 3 კურსი გავიარე. ეს ვიტამინების ნაკრები, D ვიტამინი, ფაქტორ 4, კოლაგენი, მაგნიუმი. აი ეს დანიშნულება. ახლაც ვსვამ, ანუ აგვისტოს ბოლოს ვასრულებ უკვე, აი ამას უკვე 3 თვე მისულდება და მაქვს არაჩვეულებრივი შედეგი. საერთოდ ჩვენი თუ მტკიოდა გვახსოვს ყველას თქვენ რომ თქვით რომ ძალიან მაგარი ტკივილები მაქვს, ლაპარაკის თავიც კი არ მაქვს, ისეთი ძალიან დიდი ტკივილები. ვერ გერთვებოდით, კი ერთი პერიოდი ვერ გერთვებოდით, იმიტომ რომ ვერ აი კბილებში ვცრიდი სიტყვებს, რასაც ქვია, ისეთი მწარე ტკივილები მქონდა. და ტკივილებმა რახან გადამიარა, ცოტა გავთამამდი და გადავწყვიტე, რომ თავი მომეყვანა ამ დროს ფორმაშიც, ანუ საკმაოდ წონა ავიკრიფე და გამოვიწერე ჰორმონალური ბალანსი. ეს პროდუქტი და აი ამ ჰორმონალური ბალანსითაც 2 თვეა რაც ვსვამ, დავიკელი 9 კილო. ვაუ. მაგარია. აი ეს არის ჩემი შედეგები, პირადად ჩემი შედეგები რაც არის. მე როგორც ვიცი, ჰორმონალური ბალანსი, როდესაც ირღვევა, ხო ადამიანი იმატებს წონაში მაგ დროს და ზოგჯერ არაფერი აღარ შველის და არ იკლებს. რაღაცა ესე ჯიუტად არის რაღაცა წონა და არსად არ იძრევა ადგილიდან და მე ვფიქრობ, აი ზუსტად მაგან დააბალანსა, დაარეგულირა და ამიტომ ჩვეულებრივად დაიკელით. ძალიან კარგი ეს მართლა მოსალუცია, ორივე მოსალუცია რაც მოყევით, ძალიან გვიხარია და გვიხარია ხაბუტონილია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ლიდერია და ძალიან გვჭირდება. ამიტომ გვინდა რომ სულ ჯანმრთელი იყოს. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა თქვენ, რომ შემოიტანეთ ეს კომპანია და მადლობა დამარსებლებს და რა ვიცი, აი ბენგლინსკი ხო საერთოდ ადამიანია, რაღაცა დიდი სიტყვებით რომ ვთქვათ. კი, ეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის სათავეში, ვინ უძღვება ამ ყველაფერს. ეს ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, როდესაც კომპანიასთან გვაქვს საქმე ან ვაპირებთ საქმე დავიჭიროთ კომპანიასთან, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ არის სათავეში, ვინ მართავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ოჯახის თავი ყოველთვის არის ის, ვინც უძღვება ყველაფერს და ამიტომაც ყოველთვის უნდა გავერკვეთ ამ საკითხში და მხოლოდ მაშინ გადავდგათ ნაბიჯი ხოლმე. კი, ნამდვილად ძვირფასიზე ასე ვთქვათ, დამაარსებლები ვყავთ ძვირფასი. კი, აი ლიზა და რაიან გუტკინები ამავე დროს, ესე იგი, რაზედაც არ მიმიწერია წერილი და უშუალოდ დახმარება ეს რომ რა პროდუქტი მივიღოთ და უშუალოდ ამა თუ იმ შემთხვევაში 2 დღეში პასუხი მოსულია მეილზე. კი, ზოგჯერ იმ დღესვე მოდის, ზოგჯერ იმ საათსვე მოდის, აი ასეთი შემთხვევებიც არის. ხო, ნუ აი ცნობიცად ვიწყა, ვინც შეიძლება პირველად ესწრება, ლიზა გუტკინი და რაიანი არიან მეუღლეები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც ფაქტიურად დღეს ჩვენ გვყავს
კაბინეტში ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია კაბინეტიდან თუ მეილიდან დავუკავშირდეთ მათ და უშუალოდ ისინი გვპასუხობენ ყველა დეტალებს, რაც კი გვაწუხებს, რა პრობლემაც გვაქვს და უშუალოდ მათთან გვაქვს საქმე. ანუ არავინ არ ვექიმობთ, არავინ არ ვექიმბაშობთ და არაფერს მსგავს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მე პირადად ინჟინერი ვარ, აქ ზოგი აბსოლუტურად სხვა პროფესიისაა და რა თქმა უნდა ლივგუდის პარტნიორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ესეთი საკითხები განვიხილოთ და რაღაცა რჩევები მივცეთ ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც არ გაქვს ეს განათლება, ნამდვილად არ არის სწორი რაღაცა რჩევები, რაღაცა შეიძლება გესმოდეს, რაღაცა გაიგო იმისგან, ამისგან, მაგრამ როდესაც არ გაქვს ეს განსაკუთრებული მიმართულების განათლება, რა თქმა უნდა შეიძლება შეცდომა დაუშვა და სხვაც შეცდომაში შეიყვანო და ეს იყოს სავალალო ზოგჯერ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ პროფესიონალურად არის ჩვენთან ყველაფერი, პროფესიონალურად მიუდგა კომპანია ამ საკითხს და ჩვენ არ გვათამაშებს ექიმობანას და თავად გვპასუხობენ ამ სერიოზულ საკითხებზე და თავად უძღვებიან ამ ყველაფერს. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კომპანიაში ვარ, სადაც ყველაფერი ხდება პროფესიონალურ დონეზე. მადლობა ქალბატონო ლია, მართლა საოცარი შედეგები გაქვთ თქვენც, რასაც გულწრფელად გილოცავთ. მადლობა, გაიხარეთ. სნანა. კი. გესმით ჩემი ხმა? კი. მოგესალმებით, მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ლივგუდში მოვხვდი. გუშინ წინ მივწერე და მეორე დღეს მომივიდა წერილი და ნახოთ, ველოდები შედეგებს, ჩემ შედეგებს თქვენთან ერთად გაგიზიარებთ აუცილებლად და ბედნიერი ვარ, რომ მე აქ მოვხვდი მანანას რჩევით და დახმარებით და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ. და ეს არც ერთ კომპანიაში არ ხდება, ძალიან ბევრ კომპანიაში ვიყავით გაწევრიანებული, ახლაც თანამშრომლობ, მაგრამ ის რომ უშუალოდ კავშირი გქონდეს და მიწერო შენს პრობლემებზე, ანუ დაუშვათ ეხლა თუნდაც ავიღოთ ეხლა ვარ ამ ეტაპზე ჩოგანში ხო იტალიურ კომპანიაში და სჭირდება დაუშვათ მომხმარებელს ვიტამინების კომპლექსი. ანუ მე ურჩევ, ჩემი მეგობარი ურჩევს და ასე შემდეგ. აქ სულ სხვანაირად არის და სულ სხვაგვარად არის და ძალიან კარგია. მეც ეხლა შემოვედი ერთი თვეც არ არის და ვეცნობი თქვენთან ერთად და ვესწრები ზუმებს. რა ვიცი, ძალიან მომწონს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაზიარეთ ამ კომპანიას. ლივგუდს. იცოცხლე, წარმატებას გისურვებთ თამნა. ნანა ქალბატონო, თქვენ რომ ასეთი საოცრება შემოიტანეთ საქართველოში. თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი. და მე ერთობლივად, გუნდობრივად მუშაობა და თანამშრომლობა. შემოტანა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, ვინმე მაინც შემოიტანდა, უბრალოდ შენარჩუნებაა ყველაზე რთული და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ შევინარჩუნეთ ეს ყველაფერი. შენარჩუნებს, როცა ეხლა მე ჯერაც ჩემს საკუთარ გამოცდილებას ვერ გაგიზიარებთ, რადგანაც მეც ველოდები ეხლა და აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შედეგებს და როცა ვისმენ ყველასგან რომ რა შედეგები დადო ამ ლივგუდის პროდუქტებმა არ აქვს იქით არ გადართული და ბიოდანამატებმა როგორ შეიძლება რომ არ აირჩიო და რა ვიცი საოცრებაა მართლაც. აი, ცოცხლი გაიხარე. ვიმედოვნებთ, რომ საოცარი შედეგები გექნება და აუცილებლად ჩაგვერთვებით და გაგვიზიარებ და გაგვახარებ. აუცილებლად ჩაგერთვებით და გაგიზიარებ. მადლობა ჩართვისთვის. მადლობა. დროებით. წარმატებებს გისურვებ და ჯანმრთელობას. მადლობა. გაიხარეთ. ახლა მივართავთ ქალბატონ დალი კაპანაძე თუ არის აქ? შემატყობინეთ ვინმე. ქალბატონო დალი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ვიცი, რომ თქვენს მეუღლეს ჰქონდა პრობლემა და მას გაუკეთეს ოპერაცია. რა როლი ითამაშა ლივგუდის პროდუქტმა ამ შემთხვევაში? მიუხედავად იმის, რომ ოპერაცია დასჭირდა, რა შედეგი დადო ამ ყველაფერმა და რაში გამოიხატება აი ამ შემთხვევაში ლივგუდის უპირატესობა, ლივგუდის პროდუქტის უპირატესობა?
დიახ, მოგესალმებით ყველას, მოგესალმები. შეიძლება ცოტა ხმა მაღლა, თუ არის ამის შესაძლებლობა. მოგესალმებით ყველას. მივესალმები მთლიანად აუდიტორიას, ჩვენს საყვარელ პარტნიორებს, სტუმრებს, მოწვეულ სტუმრებს და მართლაც გული გათბა ამდენი შედეგების მოსმენით და ძალიან ნასიამოვნები ვარ და ნამდვილად მეც გავაზიარებ ჩემს შედეგს მეუღლესთან დაკავშირებით. დიახ, ჩემ მეუღლეს ვიდრე ოპერაცია დაიგეგმებოდა, მანამდე რა თქმა უნდა, კავშირი გქონდა მეილით ჩვენ მეცნიერების დოქტორებთან, ლიზა და რაიან ბუტკინებთან ქონდა კავშირი და სწორედ მაგენისგან მივიღეთ შემდეგი რჩევა, რომ მიგვემართა ექიმისთვის, უროლოგისთვის, რადგანაც მან იცოდა უკვე ყველაფერი ჩვენი მდგომარეობა, პროდუქტებიც რაც გვითხრა, ყველაფერს იმას ვიღებდით და როდესაც ეს რჩევა მოგცა, რომ მივსულიყავით უროლოგთან, დიახ, უროლოგმა დანიშნა ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მაგრამ ამავე დროს ამ ქირურგიულ ჩარევამდე და მერეც ოპერაციის მერეც ჩვენ არ შეგვიწყვეტია ლივგუდის პროდუქტების მიღება, ძალიან დიდი როლი ითამაშა თუნდაც ფაქტორ 4-მა, თუნდაც მაგნეზიუმმა, იმისათვის რომ ორგანიზმი ჯანმრთელი შეხვედროდა ამ ოპერაციას და მართლაც დიდი გავლენა მოახდინა, ძალიან დიდი დადებითი გავლენა მოახდინა პროდუქტების მიღებამ. მაგრამ განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გაუსვა ეხლა ჩემი შემთხვევიდან გამომდინარე იმაზე, რომ ჩემ მეუღლეს აქვს შაქარი და აქვს ძალიან არასტაბილური. ქალბატონო დალი, უკაცრავად. სანამ მაგაზე გადავიდოდით, მაგაზე ცალკე დაგისვავდით შეკითხვას უკაცრავად, რომ ჩაგეკითხეთ. ეხლა მინდა რომ ესეთი რაღაცა გკითხოთ, რომ როდესაც დასრულდა ოპერაცია, თქვენ ესეთი რამ ახსენეთ, რომ იქ მსგავსი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ურთიერთობა ხო ამასთან დაკავშირებით, ეხლა მახსოვს უბრალოდ და მინდა აუდიტორიამაც მოისმინოს, რომ თქვენ თქვით, რომ მსგავსი ავადმყოფები და მსგავსი ოპერაციები მის ოთახში, მის პალატაში ჩატარდა ასევე. და ძალიან რთულად გადაიტანეს, ძალიან დიდხანს ტარდებოდა ოპერაცია და მოკლედ უფრო რთული შედეგები იყო. და თქვენმა მეუღლემ ძალიან ადვილად და იოლად, ხო? ასია თუ არა? კი, დიახ, ნამდვილად ასია. მასთან ერთად პალატაში იმყოფებოდნენ პიროვნება კიდევ 2 მამაკაცი, რომელთაგან ერთი მსგავს ოპერაციას იკეთებდა და ეს პიროვნება, როდესაც ჩემი მეუღლე სხვათა შორის ძალიან მალე გამოვიდა ოპერაციიდან და მალე დაბრუნდა პალატაში და თავადაც უკვირდა და თავადაც ამბობდა ამას, რომ დააგვიანეს იმგენმა შემოყვანა პალატაში, გვიან შემოვიდნენ და ფიქრობდა სხვათა შორის, რომ რატომ აგვიანებდნენ. ეს იქიდან გამომდინარე, რომ მათ სხვა გართულებები ჰქონდათ, ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ ყოფილა, საოცრება პირდაპირ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბიოპროდუქტები ნამდვილად სასწაულს მოახდენდა და არანაირ გართულებას არ გამოიწვევდა. მაგრამ ჩვენ თვითონ ჩემ მეუღლეს გართულება, აი როგორც ვთქვით, რომ ქონდა იმაზე, რომ აქვს დიაბეტი აქვს და ეს ძალიან აწუხებს, ყოველთვის აქ არასტაბილური და იყო შემთხვევა ეს ლივგუდამდე, როდესაც ეს შაქრის დონე ისე დაუვარდა, კომაშიდაც ჩავარდა და სულ ასე ვიტანჯებოდით ყოველთვის ამ შაქრის დიაბეტიდან გამომდინარე. და აი როდესაც ეს ოპერაცია ჩატარდა, ჩატარებამდე ექიმა გაგვაფრთხილა, რომ დაგვერეგულირებინა შაქრის დონე, რადგანაც თუ ეს არ მოგვარდებოდა და არ მოწესრიგდებოდა, რადგანაც გაიგო, რომ მას დიაბეტი ჰქონდა, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია არ ჩატარებულიყო ოპერაცია. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ ყოველთვის დაიმედებული და დაყრდნობილი ვარ ჩვენი ლივგუდის პროდუქტებზე და ამ შემთხვევაშიდაც მეგობრებო, საოცარი პროდუქტი გვაქვს. შაქრის დარეგულირებასთან დაკავშირებით, არა მარტო ის შაქარს არეგულირებს ეს პროდუქტი, უამრავ რამეს უხდება კიდე, მაგრამ ეს არის ორგანული ბოჭკო, რომელიც
მოგვიმზადეს ჩვენმა ლიზა და რაიან გუტკინებმა საოცარი პროდუქტია მეგობრებო, თუინმეს ეს პრობლემა აწუხებს, აი ამ ხრივ ესე იგი ამ არასტაბილურ შაქრის არასტაბილურ დონეს აწესრიგებს, აბალანსებს შაქრის დონეს. აი ჩვენ შემთხვევაში ეს ნათლად დავინახე, როდესაც რომ ასეთი არასტაბილური შაქრის დონე ქონდა, ისე მოუგვარა და მოუწესრიგა, აი ოპერაციის შემდეგაც ჩვენ ვღებულობთ ამ პროდუქტს და არც არასდროს არ შევწყვეტთ. თვითონაც ითხოვს კიდევ რომ თუ გვაქვსო კიდე გამოწერილი და მოსული, რომ დაასრულა, უნდა კიდევ გააგრძელოს, რადგანაც თვითონაც საოცრად გრძნობს თავს. ეს პროდუქტი არა მარტო შაქრის დონეს აბალანსებს, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემასაც აწესრიგებს, გულის ჯანმრთელობასაც აწესრიგებს, იმუნურ სისტემას, ნაღლის ჯანსაღ წარმოებას აგვარებს, მეგობრებო, ენერგიით ავსებს სხეულს. ასეთი საუკეთესო პროდუქტი არის ჩვენი ორგანული ბოჭკო, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც სასწაული გააკეთა, აი ჩვენ შემთხვევაში შაქართან დამოკიდებულებაში ძალიან ესე იგი მოლოდის გადააჭარბა და უზომოდ კმაყოფილი ვარ და მართლაც ბედნიერი ვარ იმით, რომ რაც რომ იმ დროიდან, რაც რომ დავრეგისტრირდი ამ კომპანია ლიგუჩი და ის უკვე ჩემი ნაწილი გახდა, ესე იგი იმ გაგებით, რომ ის გახდა უკვე ჩემი ოჯახის მეგობარი, ასე ქვია. ნებისმიერ პრობლემაზე ყოველთვის მივმართავთ ამ პროდუქტებს და უზომოდ კმაყოფილი ვართ, არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ბევრ უამრავი შემთხვევებიც მქონია ოჯახში, სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ასე რომ საოცარი პროდუქტია ეს ორგანული ბოჭკო და თქვენ წარმოიდგინეთ ამ პროდუქტს აქვს 29 სერტიფიკატი. 29. ეს სერტიფიკატები არის მისი სანდოობის, ეფექტურობის და მისი ხარისხის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენთვის, ვინც რეგულარულად ვიღებთ ამ პროდუქტებს და აი უამრავი შედეგები მოვისმინეთ და დღევანდელი შეხვედრის გარდა, ჩვენ კიდევ უამრავი აი ეს შედეგებზე საღამო ჩაგვიტარებია და სასწაული შედეგები მოგვისმენია. აი ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სერტიფიკატებზე უფრო ძვირფასი, უფრო ძლიერი და საოცრება არის ზუსტად ეს შედეგები. რადგანაც როგორც სერტიფიკატები არის, რომ მის სანდოობას ამტკიცებს, უფრო მეტი ძალას აძლევს ამ პროდუქტებს შედეგები, რომელიც ჩვენ გვესმის და გაოცებული ვართ მართლა ამაზე. მადლობა ღმერთს მართლაც, რომ აი კერძოდ ჩემი მეუღლის შემთხვევაში ისეთი პიროვნება არის, რომ აი რაც რომ უნდა უთხრა, რომ ხედავთ აი რა აწუხებს, არასდროს არ ამბობს უარს, რომ მიიღოს ჩვენი პროდუქტები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, რომ ან ჯერ ფიქრობენ, ან ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, აი ასეთი ადამიანები ძალიან დიდ შეცდომას აკეთებენ. რადგანაც ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მეგობრებო, და არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი უკვე ისე გაახალგაზრდავდა ეს ავადმყოფობები, იმდენად გაახალგაზრდავდა, რომ ყველასთვის აუცილებელი არის დღეს ჯანმრთელობის მოწესრიგება და ეს ლიგუდის პროდუქტები ჩვენ ამის დიდ საშუალებას გვაძლევს და ძალიან უზომოდ მადლობელი ვარ ამის. ეს პროდუქტები არ კურნავს, ბევრს უთქვავს, რომ არ კურნავსო, ნამდვილად არ კურნავს, კი არ კურნავს, აჯანხსაღებს, მეგობრებო, ორგანიზმს, აძლიერებს ორგანიზმს. რამოდენიმე დღეს უკან ერთ-ერთი პიროვნება მედიცინის მუშაკს უსვამდნენ კითხვას, რა იწვევსო სიმსივნეს და იცით რა უპასუხა, უსმენდი მას. უპასუხამ, რომ როდესაც ვიტამინები და მინერალები აკლია სხეულს, ასეთი სხეული კარგავს იმუნიტეტს. იმუნიტეტის დაკარგვა სხეულში იცით რას ნიშნავსო? ასეთ რაღაცას ამბობდა. ეს ნიშნავს, რომ ვერ ებრძვის ორგანიზმი უკვე პატარა პრობლემის დაწყებასაც. იმ პატარა პრობლემას თუ ვერ ებრძვის, ესე იგი რა მოხდება? მოძლიერდება ის პრობლემა და ყველაფერი იმის ამ სიმსივნის დასაწყისი არის ყოველთვის ნებისმიერი პრობლემის რთული მდგომარეობა, გადადის შემდეგ სიმსივნეში. ესე იგი, წარმოიდგინეთ თავი და თავის სათყოფილა. ეს არის მინერალების და ამ
ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში და სწორედ ამით ავსებს ორგანიზმს ეს ჩვენი ბიოდანამატები და ნიშნულოვანია რომ არ მივიდეთ ასეთ დონეზე. აი ეს მაგალითი მე მინდოდა ნამდვილად რომ მეთქვა ყველასთვის, რადგანაც ვისაც შაქრის პრობლემა აქვს, საუკეთესო პროდუქტია, რომელიც აბალანსებს შაქრის დონეს. გაიხარეთ, მე ხა ვაჩვენებ აუდიტორიას ეს რა პროდუქტია უცებ. კიდევ ვერ ვაჩვენებ. კარგით იყოს, მე დავდებთ ეს რა პროდუქტიც არის საუბარი, რომ დასრულდება პრეზენტაცია, ჩატში ჩავაგდებთ მაგას და ნახავთ რაზეც იყო საუბარი. მადლობა ქალბატონო დალი, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ეს შედეგიც, ნამდვილად აუდიტორიისთვისაც ვფიქრობ. ქალბატონ ზაირას მომდოდა ვფიქრობ რაღაცის თქმა, ქალბატონო ზაირა, თუ ვცდები. ქალბატონო ნანა, მე მივწერე პირადში, მეც მეგონა რომ უნდოდა რაიმეს თქვა, მაგრამ არაო და ხო მიკროფონი მქონდა თქო გახსნილი და მაგიტომ გასაგებია, მადლობა. ქალბატონო ნანა, ქალბატონი მანანა მზად არის და კი, ეხლა ვაპირებდი უკვე. ქალბატონო მანანა ქარდავა. ქალბატონო მანანა? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. თქვენც ვიცი რომ ძალიან საინტერესო შედეგი გაქვთ, მადლობა რომ გამოჩდით. და თუ შეიძლება თქვენი შედეგის შესახებ მოყევით. ვიცით რომ საოცარი შედეგი გაქვთ. ისეთი შედეგები გაჟღერდა, მასთან ერთად ჩემი შედეგი ვფიქრობ ცოტას დაირწყვეტს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. საღამომშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით. საღამომშვიდობის, წარადგინეთ თავი ქალბატონო მანანა. მე ვარ მანანა ქარდავა, სამი შვილის დედა, ამჟამად ვარ ემიგრანტი. ვარ ამ მომენტისთვის დიასახლისი. გული პატარა ბავშვს. ღმერთმა გაგიზარდოთ პატარა ცოცხნა. მადლობა, გაიხარეთ. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია, რომელიც ყოველთვის იღებს მონაწილეობას ჩვენთან ერთად საქმიანობაში. კი, ეხაც აქ იყო, მაგრამ დიახ, რაც შეეხება ჩემს შედეგს. 2 წელია რაც კომპანია ლივგუთში ვარ რეგისტრირებული და სამწუხაროდ აქამდე არ მომეცა შესაძლებლობა რომ ჩემს შედეგზე მესაუბრა. ეხა რასაც ვიტყვი, ესეც არ არის ისეთი ვთქვათ ძალიან გრანდიოზული შედეგი, თუმცა იმ დროის მანძილზე და იმ სიტუაციაში, რაშიც მე ვიმყოფები, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს და მე ვიტყოდი, რომ მსგავსი პრობლემა ალბათ ბევრ ადამიანს აწუხებს და განსაკუთრებით ემიგრანტებს, თუმცა არა მარტო ემიგრანტებს. მოხდა ისე, რომ ბოლო 2 წელია ორსულობამ, შემდეგ მშობიარობამ და ასე შემდეგ ამან ამაკრეფინა ასე ვთქვათ წონა და ბოლო 2 წელია ამ პრობლემას ბევრჯერ მიმართავს ამ დროის მანძილზე სწორი კვებისთვის, დიეტისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ მქონდა შედეგი, შემდეგ ყოველთვის ვეღარ ახერხებს ადამიანი დიეტაზე ყოფნას, სწორკვებას, ფინანსებს თავი რომ დავანებოთ, რაც დროს და ენერგიას მოითხოვს, ხომ? ეხლა ოჯახში, როდესაც სხვა ადამიანებიც არიან, ცალკე გაიმზადო საკვები, ეს არ არის ადვილი. ამიტომ ბოლო ნაბიჯი იყო ქირურგიული ჩარევა, მაგრამ რაც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მანამდე გადაუწყვეტა რომ მიმეწერა ლიზა გუტკინისთვის ჩემს პრობლემაზე. შევავსე მანამდე კითხვარი, რომელიც თქვენ იცით რომ არის ჩვენს ონლაინ კაბინეტში ჩაშენებული აი ასეთი ჩემი კლინიკა. შეხვალთ მან და დაახლოებით 35 თუ არ ვცდები კითხვარია ზოგადი ანამნეზის სახით, რომლის შევსებისას ყველა რა თქმა უნდა თავის მონაცემებს ავსებს და ინდივიდუალურია ეს მონაცემები. მოდის ლიზას და რაიანისგან დანიშნულება. მე ყურადღება გავამახვილა წონაზე, რადგან მშობიარობის შემდეგ აქ გერმანიაში დამენიშნა ვიზიტი დიაბეტოლოგთან, ორსულობის პერიოდში მქონდა გესტაციური დიაბეტი, რაც ორსულობასთან ერთად ჩნდება, ძალიან მაღალი ინსულინი მქონდა
დღეში 5 ჯერ შაქარი მქონდა მაღალი და დღეში 5 ჯერ ვიკეთებდი ინსულინს, შედეგი არ იყო და ამიტომ ნაადრევად გაჩნდა ჩემი გოგონა, რომ მას არ გადასდებოდა და მასში არ გადასულიყო ეს შაქარი. 2 თვის მერე მივედი გამოკვლევაზე და მითხრეს, რომ ამ მომენტისთვის აღარ საჭიროებდი, ვთქვათ, ჩარევას ხელოვნურად, არც ინსულინის შეყვანას და არც ტაბლეტებს, ასე ვთქვათ, მაგრამ ვიყავი რისკ ფაქტორი, ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა განვითარებულიყო დიაბეტი. ამიტომ ეს ძალიან ისეთი მომენტია, უყურადსაღები და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამ საკითხისთვის ყურადღება მიმექცია. მივწერე ლიზას, ვუთხარი ზოგადად ჩემი მდგომარეობა, სიტუაცია ყველაფერი და მან გამცა პასუხი დაუყოვნებლივ და მირჩია ლეანი. ლეანთან ერთად მე დავამატე ყავა, რადგან თქვენ იცით, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია შეხვედრებზე, გვაქვს ვიდეორგოლიც, ქალბატონმა ნანამ გააკეთა ამაზე ბრწყინვალე ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად არის ახსნილი ყავის შესახებ, თუ რას შვება და რამდენად უნიკალურია ეს სასმელი და დავამატე ყავა. გამოვიწერე და დავიწყე ამის მიღება, დღეს არის 20 აგვისტო და 18 ივლისი. მაგრამ სამწუხაროდ ისე დაემთხვა, რომ ჩემმა გოგონამ უფროსმა სანამ სკოლაში ადეგები დაეწყებოდათ, მოიტეხა ფეხი. განვითარდა რაღაცა პრობლემები, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, მერე პოსტოპერაციული პერიოდი, ეხლაც ექიმების მეთვალყურების ქვეშ არის, ვეღარ გადაადგილდება. ანუ სტრესი დამემთხვა ამასთან ერთად, ძილის რეჟიმი ამერია, პატარა გოგონას ამ დროს გაუჩნდა ყელის ტკივილი და სიცხეები, დაახლოებით 1 კვირა სიცხეს ვეღარ ვუწევდით და ამ ყველაფრის ფონზე ვღებულობდი ლეანს და ყავას ისე, რომ არც ძილი მქონდა, ხა ამას არ უნდა ვამბობდე წესით, მაგრამ მე ვამბობ ფაქტს. არც ძილი მქონდა მოწესრიგებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წონის კლებისთვის, არც კვება მქონდა მოწესრიგებული და ლეანი მინიმუმ დღეში 2 ჯერ მაინც უნდა მიიღო კვებამდე 30 წუთით ან 45 წუთით ადრე. ხან კვების დროს როგორც გამახსენდებოდა, ისე ვაყოლებდი, ხან დღეში ერთხელ ვიღებდი, ხან დღეში 3 ჯერ. ძალიან არეულად ვიღებდი და დღემდე ვიღებ, ჩემდა სამწუხაროდ და მე არ ვარ კარგი მაგალითი ამ მხრივ და არ მომბაძოთ, უბრალოდ მე ფაქტს აღვნიშნავ. მაგრამ მაინც მაქვს სასწორზე კლება. ეხლა ამ მომენტისთვის მე ამას არ ვიტყვი, რამდენია კლება, რადგან ეს არ არის ის შედეგი, რასაც მე ველოდი და რაც უნდა მქონდეს, ამიტომ ამას შემოვიტოვებ შემდეგისთვის და ეხლა ვიტყვი ჩემს შედეგს ის, რომ 3 შვილის დედა ვიყავი მუდმივად დაღლილი, ქრონიკულად დაღლილი, ისეთი ვდგებოდი დილით, როგორი დაღლილის წვებოდი მთელი დღის მანძილზე. დილა და საღამო ჩემთვის სულ ერთი იყო. აი ყველაფერს ვაკეთებდი იმის გამო, რომ უნდა მეკეთებინა, თორემ არაფრის ხალისი არ მქონდა. მუდმივად და აი თითქოს მხრებზე 5 ტონა რაღაცა სიმძიმე მედო. მეორე სართულზე ვცხოვრობ და მეორე სართულზე ამოვიდოდი და მინიმუმ 5 წუთი ვიჯექი ვისვენებდი. სასწაული უენერგიობა მქონდა, აი უძილობა მქონდა და აი როგორ აღწერო ის შინაგანი ჩემი მდგომარეობა, რაც ამ ქრონიკულმა დაღლამ გამოიწვია. და აი საოცრება მოხდა ის, რომ დაახლოებით 1 კვირის აქეთ ისეთი ენერგია მაქვს, ისეთი შემართება მაქვს. დღეს ეხა დღის ბოლოს გადავხედე, რამდენი საქმე გავაკეთე. ამას მე ალბათ 15 დღის უკან მოუნდებოდი 3 დღე. უწყფელად ვამბობ, მეგობრებო, სასწაული ენერგია მთებს გადავდგამ სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არ არის ისეთი სასწაული შედეგი, ეხლა ჩვენ აქ ისეთ სასწაულ შედეგებს ვისმენთ დღეს და სხვა დროებსაც მოგვისმენია, მაგრამ მე ვიცი, რომ ბევრი ემიგრანტის და არ გამომეორდები, ეს არის ძალიან ისეთი პრობლემა, ქრონიკული დაღლა, დაღლილობის სინდრომი და ჩვენი პროდუქტი, მე არ ვიცი, ეხლა ორივეს ერთად ვღებულობ და ამ შემთხვევაში რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ყავამ, როგორც ენერგიის აღდგენმა თუ ლეანმა, რომელიც წონის კლებას და მეტაბოლიზმის აჩქარებას უწყობს ხელს, მაგრამ მე როგორც პროდუქტს, თუ არ ჩავთვლით სახისმოვლის საშუალებებს, რასაც ვიყენებ, როგორც პროდუქტს შინაგანად, რასაც ვღებულობ, სვამ და ვღებულობ, ეს არის ლეანი და
ყავა, რომელმაც აი სასწაული და უდიდესი ენერგია მომცა. მე თვითონ მიგოს ჩემი თავის დაღამდება და იმდენი რაღაცის გაკეთებას ვასწრებ. დილას უკვე რო ვდგები, აი გვიღვიძებ და ეგრევე ვდგები, აღარ მეზარება ადგომა და საქმეების კეთება. საოცარი ეს არა თუ უბრალო შედეგია, მე ფაქტიურად კაცობრიობის 98%-ს აწუხებს ეგ პრობლემა, იმიტომ რომ იმდენად დაზიანებულია ყველაფერი გარშემო, რომ ადამიანებს ენერგია არ აქვს, ენერგია რომ არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ოჯახში აკეთებ ვერაფერს წესიერად, ვერც მუშაობ, სადღაც თუ მუშაობ. და ფაქტიურად მე მქონდა ზუსტად იგივე პრობლემა, ყველამ უკვე ბევრჯერ გავეჟღერე ეს, რომ მე მქონდა ანემია ქრონიკული და გასაგებია, რომ მე ამას თან ახლდა ეს ენერგიის უკმარისობა, ხო? დილით ვდგებოდი, ისე თითქოს სადღაც ქარხანაში ვიმუშავე და ძალიან ან შახტაში სადღაც ვიმუშავე და ენერგია კი არა, საერთოდ ცუდად ვიყავი. და არაფრის თავი არ მქონდა, უკვე დაღლილი ვიყავი დილით, დასვენების მაგივრად. ამ პროდუქტების შემდეგ მე ლიანი და ყავა არ მიმიღია, მაგრამ რასაც ვსვავ, wellness პაკეტს ავსვავ სისტემატიურად და მაქვს ისეთი ენერგია, აი როგორც თქვენ თქვით ქალბატონ მანანა, თების გადაბრუნება შემიძლია, იმხელად ძალა და ენერგია მაქვს. როდესაც რო დავჯდებოდი თავბრუსხვევები და 1000 უბედურება მქონდა, საერთოდ 1-5 წუთი გავჩერდებოდი, რომ არ დავცემულიყავი დაჯდომიდან ადგომის დროს. აი რომ ვიჯექი და რომ უნდა ამდგარ ვიყავი. ეს იმხელა შედეგია, მე პირადად ბედნიერი ვარ, ეს შედეგი რომ მაქვს ზუსტად და ბევრი კიდე სხვა შედეგები მაქვს, მაგრამ ენერგიის მოსვლა, აი როდესაც გააქვს ენერგია, ეს საოცარია. ეს ძალიან მაგარი შედეგია, მე ვფიქრობ. ნამდვილად, ეხლა მე ჩემი ასე ვთქვათ, პირვანდელი პრობლემა და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ პროდუქტის მიღება დავიწყე და მატოლიანს და ყავას ვხდებულობ, იყო წონის კლება. და რომც არ მქონდეს ეხა ის შედარებით მინიმალური წონა, მინუსები, რაც მაქვს და რასაც მე ვხედავ სასწორზე, ეს რომც არ მქონდეს, ენერგიის და თან ეხა შეიძლება ზოგიერთ მათქას რომ აი წონაში დაიკელი და შესაბამისად მოხდა ენერგიის მატება. არა, მეგობრებო, მე ისეთ უმნიშვნელო ახლა არ ვიტყვი. ჩემ წონასთან შედარებით და დაახლოებით 1 თვე, თუმცა მე შიგადაშიგაც გამოვტოვე და აღვნიშნე ხო მიზეზი და ის არარეგულარულობა. იმ უმნიშვნელო მინუსებთან შედარებით, რაც მე მაქვს, იმასთან შედარებით მე რაც შედეგი მაქვს, ეს არის რაღაცა სასწაული და აწი, თუნდაც მინუსი არ მქონდეს და დავრჩე აი ამ სიტუაციაში, როგორშიც ვარ და აღარ გაგრძელდეს ჩემი წონის კლება, თუმცა ამაში მე ეჭვმეპარება ძალიან, რომც აღარ გაგრძელდეს ჩემში წონის კლება და მე დავრჩე ამ წონაზე, მე მაინც მივიღებ და გავაგრძელებ ამ პროდუქტის მიღებას, იმიტომ რომ ის შედეგი, რაც ენერგიის დაბრუნება, რასაც ენერგიის დაბრუნება ქვია და რამაც მე ენერგია, ხალისი, აი გამიგეთ სწორად ქალბატონები, რომლებსაც სახლში თუნდაც ბინაში ცხოვრობ და არ აქვს მნიშვნელობა 1000 საქმეა თუ გააკეთებ და თუ არ გააკეთებ 10 ოთახიანი ბინა და 1 ოთახიანი ბინა და მაშინ ასე ვთქვათ, დაჩა ეგრეთ წოდებული ერთნაირია თუ არაფერს არ გააკეთებ და თუ გააკეთებ ერთ ოთახშიც შეიძლება საქმე იპოვო, მაგრამ აი როდესაც ყველაფრის გაკეთება გეზარება წყლის დალევა რო გეზარება ადამიანს, სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ. არ ვიყავი ასეთი ემიგრაციამ მომიტანა ის რომ მე ვისწავლე ენა, დავიწყე აქ გაცვლით პროგრამაზე სწავლა, მუშაობა, ანუ არ ვარ ის ადამიანი, რომ ვარ ზარმაცი, მიყვარს საკუთარ თავთან მუშაობა, როგორც გონებრივად, აი ასევე ფიზიკურად, მაგრამ რაღაცა დამემართა, არ ვიცი რა იყო ეს, რაღაცა დამემართა, რამაც ენერგია გამომაცალა და გავუმეორდები ის შედეგი, რაც მე ხა მაქვს და აწი რომც აღარ იყოს ჩემთვის კლება, აი ასე თავდახრივ მადლობას ვიტყვი. კი, თავდახრივ მადლობას ვიტყვი. ქალბატონო მანანა, ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ სასწორს სულ არ გინდათ რომ სასწორს უყუროთ. სასწორზე შეიძლება წონა დაიყო 2-3 კილო, მაგრამ ამ პროდუქტის შედეგად მიდის სწორი ცხიმის წვა. ანუ თქვენ ტანს, თქვენს ფიგურას ის აუცილებლად შეეტყობა. შეიძლება 3 კილო დაიკლოთ, მაგრამ ცხიმის წვა, როდესაც მიდის სწორი, იგულისხმება სადღაც 6 კილოს დაკლებად. იმიტომ რომ ეს ცხიმები სადაც ჩალაგებულია, სწორედ ის წვა მიდის. ეს არის ჯანსაღი კლება. ასე რომ
სასწურს არ უყუროთ. მაგან არ შეგაშინოთ რომ დავუშვათ 2 კილო დაიკლეთ ან 3 დავუშვათ, თქვენ უფრო მეტი გაქვთ დაკლებული. თქვენს ფიგურას რო შეხედავთ მიხვდებით. ეგრეა და ბედნიერება კიდე ის რომ მარტო აქ კლებაზე არა გვაქვს ხო საუბარი, ჯანმრთელად იკლებს ადამიანი და ამ დროს ჯანმრთელობასაც იძენს ხო? არის სპეციალური კომპანიებია მხოლოდ დაკლებაზე რომ მუშაობენ და რამდენად ჯანმრთელად ikლებენ ესეც კითხვის ქვეშ დგას და აქ ამ დროს იძენ ჯანმრთელობას და შესაბამისად ასევე პარალელურად იკლებ წონაში და როდესაც ხარ ჩვენ გვესმის რომ ზედმეტ ცხიმიანობა არადროს ბედნიერებას არ იწვევს, ბედნიერება არ მოაქვს ამ ყველაფერს და 1000 პრობლემებს უკეთ თელ თაიგულ პრობლემებს იწვევს, როდესაც ადამიანს წონა ემატება და ჯანმრთელობის კუთხით ვიძახი და ну ეს შესაბამისად უკვე იწვევს ჯანმრთელობასაც, ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. კარგით მეგობრებო, ბოლო დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ამ ჩართვისთვის. გილოცავთ იმ შედეგს, რომელსაც მიაღწია და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრაზე, კიდევ უფრო შემდეგ შეხვედრაზე, კიდევ უფრო საუკეთესო შედეგები გექნებათ და ამაზეც ვისაუბრებთ და გავახარებთ ყველას თქვენთან ერთად და თქვენს ჩვენთან ერთად გაიხარებთ. მადლობა. მადლობა ქალბატონო ნანა და შევუერთდები ჩემს წინა გამომსვლელებს, რომლებმაც მადლიერებით აღნიშნეს თქვენი წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა და ქართველებს გვაქვს შესაძლებლობა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ხელი მიგვიწვდებოდეს ამ უნიკალურ პროდუქტზე, როგორც ორგანიზმის გამაჯანსაღებელ და არა მარტო გამაჯანსაღებელ საშუალებაზე და უნიკალურ ბიზნესზე, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ არის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და იქ ამერიკელებს სადაც არიან ღმერთმა გაუმარჯოს. კი ბატონო, დიდი წვლილი მეგობრებო მიუძღვის კომპანია ლივგუდს და მის პროდუქტს ჩვენთვის ყველასთვის ერთად. მადლობა, გაიხარით. და ქალბატონ ლია, თუ აბრძანდებით და თქვენ იქნებით უკვე ბოლო რესპონდენტი, ასე ვთქვათ, და თქვენ მოგისმენთ ახლა თქვენ ერთ-ერთ პარტნიორზე თუ აბრძანდებით, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მივესალმები სტუმრებს, მოგესალმებით პარტნიორებო. რა თქმა უნდა, ჩემზეც იმოქმედა თქვენმა შედეგებმა. გილოცავთ, მართალია ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერი არ არის დღეს. თუ ჯანმრთელად ახარ არაფერი არ გეხარია და აი ყველას გილოცავთ ამ შედეგს. განსაკუთრებით იმოქმედა ქალბატონი ეკატერინეს შედეგმა. ძალიან ემოციურად იმოქმედა ჩემზეც და აი მინდა მას განსაკუთრებულად მივილოცო, რადგანაც პირველად მოვისმინე ამ ადამიანის შედეგი და გავიცანი აქ ასეთნაირად. ეხლა მეც გეტყვით ჩემ შედეგს. აი გარდატეხის პერიოდში მე აღმომაჩნდა მომწამლელი, ანუ ტოქსიური ჩირვი და პერიოდულად ყოველთვის ვკურნალობდი. აი ძალიან პატარა წამკურნალება მჭირდებოდა, ისევ ფორმაში ჩადგებოდა. შემდეგ როცა გავთხოვდი და შვილები გავაჩინე, შემდეგ ერთი კიდე შემომიტია და მაშინაც ვიმკურნალე. და ბოლოს ეხლა შეცდომით დამენიშნა თბილისში, მეგონა რომ განსაკუთრებულ ექიმთან მივიდოდი და ისე მივედი შემთხვევით გადასამოწმებლად და დამენიშნა შეცდომით როგორც შემდეგ გაიყვა წამალი და სულ გამოიყვანა მწყობრიდან ჩემი ორგანიზმი. ერთი სიტყვის შემდეგ ჩაერია სერიოზული ექიმები, იმდენად დამივარდა უკვე ელთიროქსინი, უკვე გახდა ტოქსიური და ნუ სულ გასულელდა ჩიყვი, ასე რომ ვთქვათ და ფიქრობდნენ ოპერაციას, მაგრამ თვითონ ექიმი კარგად მიცნობდა და იცოდა რომ ბევრი რაიმე მე თვითონაც ვიცოდი, მე არ მინდოდა ოპერაციის გაკეთება, რადგანაც ბევრი ოპერაციები ადამიანი მოვიკლიე და ვიცოდი მათი შედეგები და ვცდილობდი როგორმე ფეხი დამეთრია და ფიქრობდი რომ რაღაცას მაინც უზამ ჩემს ორგანიზმს და ერთი სიტყვით ასეთმა ბიოპროდუქტებმა მაშინ მე ლივგუდში არ ვიყავი, მაგრამ ცოტა მაინც იმოქმედა ბიოპროდუქტებმა და შემდეგ როცა ლივგუდის პროდუქტები გავიგე, მე დავიწყე აქ უკვე კანაფისეთი, ფაქტორი, დ-ვიტამინი, როცა დ-ვიტამინი საერთოდ ვარდებოდა, ვერ ამიწეს, საერთოდ ვერ მიწევდნენ დ-ვიტამინს და მეუბნებოდნენ, რომ აი ტოქსიური როცა არის ჩიყვი, ეს ჭამსო დ-ვიტამინს და მიტომაც ვერ მიდის დ-ვიტამინი ზევით. და ერთი სიტყვით ლივგუდის პროდუქტებით, ამ პროდუქტებით
დ-ვიტამინიც ამივიდა, მეგობრებო. ჭიყვიც, როცა არასდროს არ მქონია, ორ თელზე დადგა ჩემი ანალიზები TSH-ში, რაც არის მთავარი ორ თელზე დადგა, რაც გაოცებული იყო ექიმი საერთოდ და შემიწყვიტეს მე ყველანაირი წამლები და დღეს მე თვითონ არანაირ წამალს აღარ ვებულობ უკვე. ეს ჩემი შედეგი. ჩემი შედეგიდან გამომდინარე, ახლა ბევრმა თქვენმა იცით, რომ მე სალონში მუშაობ და უამრავი ადამიანი იხრის ჩემს ირგვლივ თავს და აი თუ კი მე რაიმას ვებულობ, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ყველას უნდა მე ჩემი რჩევები. გამომიჩნდნენ ადამიანები მაგალითად, ვისაც არ ვიტყვი ახლა ეს ძალიან პატარა შედეგი, ვისაც წნევები ქონდა, მუხლის ტკივილი, სახსრების, პოდაგრა, ну ყველა სასწაული შედეგები მეგობრებო და ყველაზე მთავარი რაც არის, ბევრი ონკოპაციენტი მოვიდა ჩემამდე, რომელიც თვითონ ექიმები მოყვნენ ამ ონკოპაციენტებს და ну საოცარი შედეგებია მეგობრებო, ანალიზის დონეზე გამოუკეთდა ამ ადამიანებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თან ქიმიურ მკურნალობასაც გადიან და თანვე ლივგუდის პროდუქტებს ხებულობენ და საოცარი შედეგი აქვს და არიან ისეთი ადამიანებიც მეგობრებო, რომლებმაც წამლებზე საერთოდ უარი თქვეს და მხოლოდ ლივგუდის პროდუქტები დაიწყეს და მათაც სასწაული შედეგები აქვთ. ეს ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა, თითეული შედეგი ჩვენთვის, ყველა ლივგუდელისთვის არის საოცარი სიხარული შეგრძნება. ეხლა გეტყვით, აღნიშნეთ, რომ წონის კლებაზეც იყო აქ საუბარი და გეტყვით ერთ-ორ ადამიანთან მაქვს ასეთი შემთხვევა, რომელსაც წონის გამო არ დაუწიათ ეს პროდუქტი, დაიწყეს ერთ მკერდში მქონდა ჯერ ყვალი და ჯერ წაიღო კანაფის ზეთი, მერე ფაქტორი, ნელ-ნელა მაგნიუმი, ზოგს კი აქ ერთად ყველაფერი წაიღოს და ზოგი ნელ-ნელა შვება, როცა შეხედავს, რომ რაღაცა კარგი შედეგი მისცა, მერე კიდე მეკითხება, აბა კიდე რა შეიძლება ლია მივიღო, რა შეიძლება და ყველაზე მთავარი აქ გვეხმარება ერთ-ერთმა თან უნდა იყო, მე მგონი თქვა, რომ ასეთი არც ერთ კომპანიაში არ არისო, თითოეულ ადამიანზე მეც წერ მეგობრებო, ჩვენს ლივგუდის ექიმებთან წერის და შედეგიც კარგი გამოდის, როცა ექიმი დამიკონკრეტებს. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ, ეს მიაღები ადამიანს, მე თვითონ ვეუბნები ექიმებს, რომ მე პროდუქტებზეც მუშაობ და ამიტომ ბევრი კითხვები მომდის თქვენთან, ბევრი წერილები და არა უშავსო პირიქით რას ამბობ და მიწერენ ხოლმე დანიშნულებას თვითონ ექიმები. და ზუსტად ამ სწორი დანიშნულებით მე სწორად გავედი ხალხის რჩევებზე და სწორ ინფორმაციას ვაწვდი და ამიტომაც აქვს საუკეთესო შედეგები. ასევე გეტყვით მეგობრებო, რადგან ბევრი არიან ჩემთან, აი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ქონდა სახეზე აკნე და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კანის ექიმი გამოიცვალეს, შედეგი არ ქონდათ და მეუთხარი ერთი რამ. მე ჩვენი ექიმებიდან მესმის, ვეუბნები დედას, ჩვენი ექიმიდან მესმის, თუ ნაწლავები არ გაასუფთავე და კუჭ-ნაწლავი არ გაასუფთავე, აკნეზე შედეგი არ გექნება. დაფიქრდა ეს ქალბატონი და უთქვამს ექიმისთვის, ერთ-ერთ ადამიანმა ესეთნაირად მითხოვდა, სწორია, რომ ექიმსაც უთქვია, თუ გაქვთ მაგის საშუალებაო, კი ბატონო, მიიღეთო და წაიღოს ჩვენი სუპერ მწვანე და ნუ დედა იყო გაოცებული, ჩემი ბიჭი არის გადაპრიალებული სახეზე. ანუ ამით რისი თქვა მინდა, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, მეგობრებო, დღეს ჯანმრთელი არავინ არ არის და დაახლოებით 30-40 წლის შემდეგ ყოველთვის მიდის რაღაც უცნაურობები ჩვენს ორგანიზმში, ჩუმად, ჩვენ ვერ უყურებთ მაგას ჯერ, ჩუმად, მაგრამ ზუსტად 30-40 წლის მერე ასეთი ღვთიური პროდუქტები გამოგვიჩინა ღმერთმა, ყოველთვის მოგვეცეს საშუალება, რომ ეს პროდუქტები მივიღოთ და აი თავიდანვე მივხედოთ, თავიდანვე გავიწმინდოთ კუჭ-ნაწლავის სისწრაფეები, ანთებით პროცესებზე მუშაობს ეს პროდუქტები, თვითონ ექიმებს აქვს ეს პროგრამა შექმნილი. ამ დროს ვიტამინები და მინერალით შევსება, მთელი ორგანიზმის გაჯანსაღება ხდება, მეგობრებო და თუ კი ასეთ პროდუქტებს თავიდანვე მივიღებ, აი ის რთული მდგომარეობა არასდროს არ დაუდგება ადამიანს. აი ზუსტად ამას ამბობენ ჩვენი ექიმებიც, რომ ჩვენ ზრუნავთ იმისთვის, რომ თქვენ არ დაგჭირდეთ ექიმი. და ნუ საოცარია ამ კომპანიაში მუშაობა.
ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს მე ეს კომპანია და მეც არ დავიღლები ზუსტად როგორც ჩვენმა პარტნიორებმა აღნიშნეს რომ ქალბატონი ნანას მიმართ თბილი სიტყვებით მე ნამდვილად არ დავიღლები იმიტომ რომ ჩემ ოჯახში დიდი სიხარული შემოიტანა ასევე უამრავი ქართველი ადამიანის ოჯახში ქართველი ოჯახში შეიტანა დიდი სიხარული და ამას რა თქმა უნდა ღმერთი უყურებს და გაკურთხოთ უფალმა ქალბატონონალა ჩვენი გახარებისთვის და ქართველი ხალხის გვერდში დადგომისთვის. აი მე ძალიან გახარებული ვარ აქ თქვენთან ერთად ურთიერთობით უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და აი ამ გარემოცვაში ყოფნა ძალიან სიამოვნებს. მადლობა ყველაფრისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას მეგობრებო და ულევს სიხარულს გისურვებთ თუ ჯანმრთელად იქნებით სიხარული თავისთავად იქნება და ბედნიერება შემდეგ. გაიხარეთ ქალბატონულია, გაიხარეთ, ძალიან ბევრი შედეგები მოგვიყევით ერთი ფაქტით. მესმე მადლობა ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, გაფასებთ და ღმერთმა ჯანი, ძალა და ენერგია მოგცეთ, რომ უამრავ ადამიანს დაეხმაროთ. გაიხარეთ ჩემი ძვირფასი. კარგით მეგობრებო, აქ დავასრულებთ ჩვენ შეხვედრას, თუ იმეს რამე გაინტერესებთ შეკითხვა თუ გაქვთ, დასვით მიკროფონები ყველასი გახსნილია, უმეტესწილად გახსნილია მიკროფონები, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააწვეთ მიკროფონს, დასვათ შეკითხვები თუ გაქვთ, თუ არა და მაშინ დავშვიდობოთ ერთმანეთს, რომ აღარ გაგვიგრძელდეს სიტყვა. მეგობრებო, გეფერებით დიდი სიყვარულით. მართლაც სასწაულის შედეგები მოვისმინე. ძალიან მიხარია, გილოცავთ ყველას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლის არის, რა თქმა უნდა. ქალბატონ მანანას ულოცავ, იმიტომ რომ მე მანანა ენერგიის გარეშე ვერ წარმომიდგენია მეგობრებო, ეს იმდენად ენერგიული ადამიანი იყო ყოველთვის. და მან თქვა, რომ მე პატარა შედეგი მაქვსო. მეგობრებო, ენერგია როცა არ იგრძნობა ადამიანში, ეს არის საშინელება. ეს მე ჩემი თვალით ვნახე. ნახე როგორ ეცლებოდა ადამიანს ნელ-ნელა ენერგია და ეკარგებოდა სიცოცხლის ხალისი, მაგრამ ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის. მეგობრებო, იმდენად უენერგიო იყო, ორნაბიჯზე მაცივარი იყო და მაცივართან ვერ მიდიოდა. იმდენად უენერგიო გახდა, რომ ენატრებოდა თეფშის გარეცხვა შეძლებოდა მეგობრებო. და მე ამას ვხედავდი. ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა. უტოვებდი 5 ჭიქა წყალს და ჭიქაში ნახევარ წყალს ვასხავდი, იმიტომ რომ ერთი ჭიქის აწევა არ შეეძლო მეგობრებო. და თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პატარა შედეგი? არა მეგობრებო. ეს სასწაულის შედეგია, რასაც ლივგუდი დებს. დამიჯერეთ, როცა ადამიანს ენერგია არ აქვს, ყველაფრის ხალისი ეკარგება. თუ შენ საქმეს უხალისოდ აკეთებ, ის საქმე არ იქნება ნორმალურად გაკეთებული, იმიტომ რომ რაც არ უნდა პატარა საქმე იყოს, ყოველთვის უნდა ჩადო გული, სული, სიყვარული, რომ ის გამოვიდეს ბოლომდე კარგად გაკეთებული, თქვენც რო ისიამოვნოთ და სხვასაც რო ასიამოვნოთ. და ჩვენ, ვისაც გვიყვარს ღმერთი, ყველაფერს ვაკეთებთ უფლისთვის, მეგობრებო. ყველაფერს. და ამიტომ ჩვენ ენერგია უნდა გქონდეს, ჯანმრთელები უნდა ვიყოთ, რომ უფლისთვის გასაკეთებელი ძალიან კარგად გავაკეთოთ მეგობრებო. და ამით ყველა კმაყოფილი ვიქნებით. გილოცავთ მეგობრებო, ეს არის სასწაულის შედეგი, გისურვებთ ჯანმრთელობას. მიხარია, ასეთ შედეგებს როდებს ეს სასწაული კომპანია. ქალბატონ მედიას ძალიან უყვარდა ლივგუდი მეგობრებო. ძალიან დიდი მონდომებით, დიდი გეგმები ქონდა, დიდი ოცნებები ქონდა და ის აუცილებლად მიაღწევდა ამას მეგობრებო. მაგრამ რას ვიზავთ? ცხოვრება გრძელდება. მე ქალბატონი ნანი, ყველა ჩემი მეგობარი, ვინც აქ არის და ვინც იცნობდა ქალბატონ მედიას, ყველა შევეცდებით, რომ ლივგუდში გავაგრძელოთ მისი საქმეები და უკვე იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ავართ კომპანიაში, არა, იმიტომ რომ
ჩვენი გასაკეთებელით ქალბატონი მედიას სახელს უგტავყოფთ, მეგობრებო. გისურვებთ წარმატებებს ყველას ერთად, არ მინდა რომ ესეთ იმაზე მოტივზე დავამთავრო და მინდა ჩემი დიდი სურვილი არის რომ საქართველოში ლივგუდი ისე აყვავებული იყოს, ისე გაძლიერებული იყოს, როგორც არსად არასდროს, მეგობრებო. წარმატებები და გისურვებთ ყოველთვის ხალისით გეკეთებინოთ თქვენი საქმე. გეფერებით, მეგობრებო და ბედნიერ მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ბედნიერი დილასთან თანხლებით. სიცოცხლეთ ქალბატონო იაკი, როგორც თქვენ თქვით, სიცოცხლე გრძელდება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ იმ წუხილს, მეგობრის დაკარგვა არ არის იული, მაგრამ რას ვიზავთ, მართლა ცხოვრება გრძელდება, ასე მთი გამოთქმა არსებობს, ტკივილი და წუხილი ერთად დადიოდნენ, ნუ რას ვიზავთ, ხდება ასე, ტკივილი და სიხარული შემეშალა უკაცრავად და უნდა გაუძლოთ, სხვა გზა არ არის, ხო? ის რაც მოხდა, ამას აღარაფერი აღარ ეშველება. ვინც ცოცხალი დარჩა, თქვენი სახით, თქვენ გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და თქვენ იყავით ბედნიერები და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ყოველივეს. გაიხარეთ ქალბატონო ნანა და კიდევ უღრმესი მადლობა თქვენ, რომ ძალიან სწრაფად შემოაბრძანეთ ეს საყვარელი კომპანია, ეს დიდებული კომპანია და ძალიან სწრაფად გვაზიარეთ ყველაფერ კარგს, რაც ამ კომპანიას და ნუ არ ვიცი, ადამიანები ხო საერთოდ ეს გუდკინები ხო საოცრებები და ნუ ეს ბენგლისკი ხო საერთოდ ადამიანი, უადამიანესი ადამიანი რა, ჩემს ცნობიერებაში. ეს ადამიანები, რომლებიც მართლა ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზედაც, კეთილდღეობაზედაც და ფინანსურ წარმატებაზეც. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა თქვენ. გაიხარეთ. ჩემი შვილი თავიდან ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და როდესაც უკვე დაიწყო ამ პროდუქტის მიღება, დღეს მუხმოდრეკილის თხოვს ღმერთს, რომ ლივგუდი არასოდეს დასრულდეს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანია ზუსტად ასე განწყობილი ლივგუდის მიმართ. ამინ. მადლობა ყველას ჩართვისთვის, უღმესი მადლობა. გაიხარეთ ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორებო, სტუმრები ბრძანდებით, მე ვფიქრობ, დღეს ძალიან სასარგებლო შეხვედრა გქონდა. ყოველი შედეგი ჩვენ გვაძლევს სტიმულს და უკვე ენერგიას და უკვე სწორი გადაწყვეტილების სურვილს, რომ ჩვენც სწორედ გავიდეთ იმ შედეგებზე, იმ ბედნიერებაზე, რასაც უკვე ბევრმა ადამიანმა მიაღწია. კომპანია ლივგუდი ყველანაირად გვაძლევს ამის შესაძლებლობას, საშუალებას, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები, ასევე ფინანსურად დამოუკიდებლები. რაც შეეხება ფინანსებს, ძვირფასო მეგობრებო, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ტარდება ჩვენთან პრეზენტაცია, მოიწვიეთ თქვენი სტუმრები და დეტალური ინფორმაცია გაიგეთ ამ მიმართულებითაც. ყველას ვულოცავ საოცარ შედეგებს, ბედნიერად გამყოფოთ ღმერთმა და მართლაც არასოდეს არ დასრულდეს ლივგუდი ღმერთის წყალობით. დანარჩენი უკვე ღმერთზეა დამოკიდებული. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და მშვიდობიან ღამეს. მადლობა.